გამარჯობათ, მე ვარ დიტრიხა, ეს გახლავთ დიტრიხას პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის მხარდამჭერია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი და დღეს ჩვენთან სტუმრად არის მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჩემი ძალიან კარგი მეგობარი სანდრო ნიკოლაძე, იგივე ნიკოლ შოუ. გამარჯობა. მიესალმე სანდრო ჩვენს. გამარჯობა, მოგესალმებით. კარგია რომ მონაწილეობას ღებულობ. მადლობა, მობრძანებისთვის, ასე ვთქვათ. ესე იგი, სალამ რაღაცებსგან ვიხილავთ. ჩვენ მაინტერესებს აი სანდრო ნიკოლაძისთვის რა არის მუსიკა და რას წარმოადგენს მუსიკა მის ცხოვრებაში. არც თუ ისე იული კითხვა. ძალიან რთულია. რა ვიცი, როგორ გითხრა. მუსიკა ჩემთვის რას წარმოადგენს? ისეთი თანმხლებია ცხოვრების, რომლის გარეშეც პრინციპში წარმოუდგენელია რა. ხანდახან მიფიქრია კიდევაც, რომ აი მუსიკა რო არ ყოფილიყო, ნეტა როგორი იქნებოდა სამყარო. ამ ცხოვრება რამე ყოფითი. ხო. რამე რა არა მნიშვნელობა რაღაც, მაგრამ ვერ წარმოვიდგინე. აი მუსიკის გარეშე როგორი შეიძლება იყოს, იმდენად ყველგან არის ჩემთვის რა. ნებისმიერ გერა. ყველაფერში მუსიკა. ყველგან რაღაცა ურევია ისეთი, რომ ხან ინსპირაციას გაძლევს, ხან რაღაცა ყოველ შემთხვევაში გესმის და რო გესმის ეს ბერების დაწყობა სხვადასხვანაირია და როგორ შეიძლება რომ მუსიკა არ იყოს. შესაბამისად ვერ წარმოვიდგინე და როგორც დედამიწისთვის მთვარეა თანამგზავრი, ესეა მე მგონი ჩემთვისაც ყოველთვის სადღაც რო გვერდზია რა. გვერდზია წინარი უკან ზევით უქვევით არ ვიცი ახლა გაზომილებაში, მაგრამ იქვეა რა. იქვეა სადღაცა. ვა. და აი მუსიკამ შენ ცხოვრებაში რა როლი შეიტანა? მუსიკალურად სხვა ამბავია, მაგრამ ცხოვრებისეულად, ადამიანურად, პირველ განვითარებაში და ამ შემდეგ რა. კი ბატონო. ხო, საკმაოდ დიდი როლი ითამაშა მე გაგიწყოთ, იმიტომ რომ 90-იანები ინცის რა ხდებოდა, უფრო ადვილად გაიგებს, სულ სხვანაირი წესწყობილება და ცხოვრების სტილი იყო პოპულარული და რა, ყველა ბიჭისთვის მით უმეტეს ხო, უფრო ისეთი ის იყო რა. გინდოდა თუ არ გინდოდა, ყოველ შემთხვევაში უნდა შეგძლებოდა რომ რაღაცა ქუჩაში საკუთარი თავი დაგემკვიდრებინა, ასე რომ ვთქვა და რაღაცა მაკეთკენ იყო რა, ყველა სტილი მიდრეკილი და მენტალურადაც მეც მათ შორის გამონაკლისი არ ვიყავი და რაღაცა მოკლედ სირგილი. იქით აქეთ ჩხუბი, მამაძაღლობა, ვაი ვიში და მას შემდეგ რაც მუსიკასთან ბავშვობიდან კი დავდიოდი, მაგრამ მაგას იარული არ ქვია რა, უფრო იმიტომ შედგა ჩემი მუსიკასთან კონტაქტი, რომ ასთმის პრობლემები მქონდა ფილმებზე და რაღაც ხანის კურორტი, ხან სუფთაჰაერი, ხან რაღაცა კურნალობა და ერთ-ერთ მექიმა დედაჩემ რომ მიმიყვანა ერთ-ერთი ექიმა პატარა ვიყავ 5-6 წლიდან აღმომაჩნდა მგონი როგორც მახსოვს რა თუ უფრო მანამდედან ზუსტად ეგ არ მახსოვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ურჩია ექიმა რომ რაიმე სასწავლო ინსტრუმენტი თუ დაუკრავს ყველაზე კარგი სავარჯიშოაო რომ ხო დიაფრაგმა მივარჯიშოს რაღაცა აი ესე მოხდი რომელიღაც სასწავლო ინსტრუმენტი უნდა ამერჩია მოკლედ დიდი ხალიჩა იყო გამოგრული ეს მახსოვს მე მიყვანა და ყველაზე პატარა ამოვირჩიე მოკლედ რაც იყო რომ მეთქი საყვირი ტრომბონი რაღაცები ეკიდა ყველაფერი და სალამური იყო ის მეთქი კაი ამაზე დაუკრავ თქო და მაგათაც მას შემდეგ რა მუსიკა თავის წვლილი ყოველთვის შექონდა რა იმიტომ რომ რაღაცნაირი როგორ გითხრა ისეთი სწორხაზოვანი და რაღაცა ცოტა ვიწრო მხედველობა უკვე აღარ გამოგდის ადამიანს რა გინდა თუ არ გინდა იმიტომ რომ სხვა სპექტრი იხსნება და სხვა ფერები შემოდის იმ ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში მივედი გადაწყვეტილებამდე მუსიკას უნდა გავყოლოდი და მას შემდეგ კიდე უფრო შეიცვალა სამყარო ბევრად. მე რამდენი სხვა რაღაც არსებობდა, აი აქედან კიდე უფრო სხვანაირად დავინახე. სხვა კარები იხსნება მე რა. და ბევრი ისეთი კარები, რომელზეც მანამდე შეიძლება წარმოიდგინოს საერთოდ არ გქონია და არც გიფიქრია რომ რამე მსგავსი არსებობს რა. მაგრამ ეს კარები რო გახსნა, გასაგების ხონა იპოვდა აი ხო. თავისთავად ცხადია. ეს გასაღები შენივე საკუთარი თავია და რამდენად იმუშავებ საკუთარ თავზე რომ ეს გასაღები პრინციპში შენ თუნდა დაამზადო შეიძლება ასე რაღაც ვარიანტში შეიძლება ვინმე გადმოგცეს ეს უკვე პედაგოგია სიტყვაზე რომ აი გითხრა ზუსტად ის გასაღები გასწავლოს როგორ ხდება რომელიც აღებს რომელიღაც კონკრეტულ კარს მაგრამ შენი ინტერესიც არის რა თუ დაგაინტერესა კარის მიღმა რა არის ხო მიაღწევ მაინც რაღაცნაირად იქამდე მიხვალ რომ ეს კარები გააღო რა თუმცა რაღაც ის რჩევა მაინც დაგჭირდება და რაღაცა ბიძგი ვერ შვები ამ ბიძგიან სწორი ნათქვამი რომ იცი რა გასაღები კი არა უბრალოდ ღია შეხედა ჩამოწიო სახელური და შეხედა ან და გინდა გაგება გარო გააღე ხო ან რაღაცა კაკუნის კოდია სიტყვაზე ესე კაკუნები გაგიღებენ რაღაცა ესეთი გასაღებები უკვე როგორ გითხრა
ცხოვრებისეული მასწავლებლები ქვია ეგეთ ადამიანებს, ჩემს ცხოვრებას იყვნენ რა თქმა უნდა ესეთები და ეხლა ძალიან კაი თემაზე მივედით. რისი კითხვისთასაც მინდოდა იდეაში რა. რომ აი შემთხვევით შემთხვევაში, ალბათ როგორც წესი, არ ვიცი ხა ძალიან ბევრმა იცის და უნდა იცოდეს ალბათ რომ ხარ პლეიტისტი. კი ბატონო. და მოდი ჯერ სალამ კითხოს და გისვრო. ესეთი რაღაცა ვთქვათ რომ თავიდან ფლეიტა რო დაიწყე, ხო იყო კლასიკური ხო, რა თქმა უნდა. განათლება და კლასიკური ფლეიტა. კი. და მე გადახვედი იქ ეთნოზე, ჯაზზე, რაღაცა იქით-აქით ხო, world music-ზე ასე ვთქვათ. ხო და აი ჯერ შენ შემთხვევაში მაინტერესებს რომ კლასიკიდან აი მოკლედ ეხლა ძალიან დიდი თემაა, მაგრამ აი მოკლედ როგორ და რა მოგცა აი ეს ბიძგები და გასაღებები რომ ეს კლასიკა ხომ აი ჩარჩოა რაღაცა ხო და მოგინდა ალბათ შენ სრულიზეც უნდა იყოს რომ მოგინდა რომ აი ცოტა გავიხედო აქეთ რა ხდება აბა მარცხნივ შევიხედო აბა იმ კალის გასაღები და ეს რაღაცები და აი რა მოგცა აი პირველი გარღვევა ასე ვთქვათ კლასიკიდან რამოდენიმე ფაქტორია ალბათ ესე არ მიფიქრია სიმართლე რო გითხრა ანუ ჩემთვის არ გამირკვევია რა მომენტში მოხდა და საიდან მაგრამ უფრო რა ნუ ალბათ ნუ აი მოკლედ ფირფიტები ჩვენს ბავშვობაში იყო ფირფიტები ვინილები ეგრეთ წოდებული რომელიც რატომღაც პირველივე რაც ამოვიღე ჩემი ხელით და დავდე და ჩავხდე იყო დევიდ ბრუბეკი ხო და მთელი ბავშვობა უსმენდი დევიდ ბრუბეკს ლუი არმსტრონგს და რაც მომწონდა და მიყვარდა და ბეთჰოვენის ეგმონტი და მე-9 სიმფონია იყო კიდე აი ეს 4 ფირფიტა იყო ჩემი საყვარელი ყოველთვის მაგას უსმენდი. კლასიკიდან აქეთ გამოსვლას რაც შეეხება, ну ეხა თვითონ ინსტრუმენტი რა თქმა უნდა შემიყვარდა, უკრავდი კლასიკას, მაგრამ რაღაცა არ მომწონდა ხოლმე რა იცი რომ აი როგორ გითხრა რა, მაინც ჩარჩოში ხარ, გინდა თუ არ გინდა და რაღაცა კონკრეტული მითითების მიხედვით უნდა შეასრულო, როცა დაუშვათ ხანდახან იყო ხოლმე მომენტი რომ მიდოდა რომ რაღაც კონკრეტული ფრაზა დამეკრა ცოტა სხვანაირად, ჩემებურად, მაგრამ არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ რაღაც რაღაც ხო ხდები და ეს მომენტი რო გაქვს ცოტა რაღაცა ისეთ გიჩნდება ალბათ რა, დისკომფორტი ხო ხდები რომ აი რატო არ შეიძლება მე ისამდე დაუშვათ და ეს ყველაფერი მოდის შინაგანებიდან, მოთხოვნილებით. პარალელურად ამ კონსერვატორიის სწავლების პერიოდში ცოტა მანამდეც არსებობდა ეს ადამიანი დავით ოძელაშვილი. კი ბატონო. რომელიც იყო ფლეიტისტი, გავიცანი სულ სხვა გარემოებაში ეს ადამიანი მე და სულ სხვა ადგილას. და მე უკვე კონსერვატორიაში ჩავაბარე, იქ დამხვდა და იქ რაღაცა რომ ერთმანეთს თითო სიტყვა გაუცვალეთ, ისე გავიხსენეთ ბავშვობა რაღაცა. მე აღმოვაჩა მაგ პერიოდში ზუსტად უკვე მოახერხა მან ჩაწერა თავისი ალბომის რომელიც შემთხვევით მოვისმინე სადღაც და მის მიერ დაკრული უკვე იყო სხვა ამბავი ფლეიტის სხვა ინსპირაცია ძალიან დიდი ინსპირაცია მოახდინა ამ ადამიანმა რომ ვა თურმე ანუ შეიძლება ესე ხო ესეც რაღაცის დაკრა ამაზე ესე იგი შეიძლება რა ის კი არა რომ მაინდა-მაინც ის უკვე ჯაზში მაგალითად მე რაც უსმენდი იქ ფლეიტა არ იყო რა უფრო ზირითადი აი მაგკაცმა კი ბატონო, მაგრამ ნუ ეხა მე რაც მქონდა იმ პერიოდში აი ეს ფირფიტები და ისა ზირითადად ბილ ევანსის ტრიო, ოსკარ პიტერსონი უფრო პიანისტები, კოლტრეინი იყო, ზეპელინი გამოჩნდა რაღაც, მაგრამ ნუ ესე რომ ფლეიტა თავისუფლად დაკრული სადმე მომისმინა, ზარო პირველი რაც მოვისმინე იყო ოძელას დაკრული რა. ვა. ძალიან დიდი ინსპირაცია მომწონდა. ესე იგი თურმე შეიძლება რომ ესეთი რაღაცები აკეთო და ვა. ჩემ მეგობარ ლევან ლორთქმედი ის პლეიტისტი და დავიწყეთ მაიმუნობა ხან ისე შევოლი ხან რაღაცა რომ აბა ვეჯიბრებოთ ერთმანეთს ვინ უფრო სისულელეს დაუკრავს ხო ვინ უფრო ის სხვანაირად დაუკრავს რაღაც კონკრეტულ ნაწარმოებებს და ანუ იმპროვიზაციისკენ რაღაც პირველი ნაბიჯები რა და შეეხებას არა კლასიკურ მუსიკასთან რაც შეეხება ეს მოხდა ჯგუფი Soft Digit-ი აჰა იმ პერიოდში რაღაც ახალი იდეებით იყო გია ქარჩხაძე და მოკლედ ერთ-ერთი სტუდენტის პირით უბრალოდ როგორ იყო იცი რაღაცა ჩაიწერეს ერთ-ერთი კონკრეტული სიმღერა მადინა სერებრიაკოვა იყო ეს ადამიანი ვისენაც ერთად ჩაწერეს ხო და ამ გიამ თხოვა რომ იქნებ კონსერვატორიაში გაიკითხო ვინმე პლეიტისტი თუ არის რომ უნდოდესო რომ რამეო რაღაცაო რა არა კლასიკურ მოინდა მკითხა რომ თუ და გაინტერესებს და მეთქი რა ვიცი რატომაც არ დამაინტერესებს საქმე არაფერი მქონდა დიდად ხო მივედი ნახე გია და მოკლედ მაჩვენა ისეთი რაღაცები ხა ბრუბეკის მოყვარული კაცი თუ იცნობდი შემოქმედებას ბრუბეკის არის არასტანდარტული თვლები ძირითადად და ყოველთვის
ის იყო რა ყურისთვის მიმზიდველი ეს რომ რაღაც არა 4 მეოთხედი და არა 3 რომ შეიძლება 7-11 ზუსტად ეგეთი რაღაც დამახვედრა გიამ რომ რაღაც უცნაური თვლა იყო რაღაც აბა მელოდია თუ შეიძლება მოვიდეთ პირველ დღეს რაღაც გამოვიდა მე რომ წამოვედი მე თვითონ მივხვდი რომ რაღაც არ გამოვიდა აი ეს ჭიამ გრნიდა რომ როგორ არ შეიძლება რომ რაღაცა იქ არ გამოვიდეს ხო მეორე დღეს მივედი და გავაკეთეთ ეგ მოვიდეთ და იმასაც გავუხარდა გიასაც რომ აიო ესე გამოდის შეიძლება რაღაცა ურთიერთ თანამშრომლობა და მას მერე დავჭით სოფტებთან ერთად და მაქედან დაიწყო შვენიერი ესე იგი შემდეგი შეკითხვა მე რაც მინდა რომ დაგისვა ეს არის რომ ნუ თემა ზოგადად არის მუსიკოსის საქართველოში ვიძახი საქართველოში მუსიკოსის ანუ შემოქმედება მისი რეალიზება და მისი ასე ვთქვათ ფართო მასებისთვის თავის შემოქმედების გაცნობა აი ეს არის ნუ ჩემი პოდკასტი იდეაში სხვა პრობლემებს შეეხება მაგრამ ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ნუ ზოგადად საქართველოს მუსიკოსებისთვის ხო და ჯერ შენ რა აზრის ხარ საერთოდ ამ ყველაფერზე და მე რა შეიძლება იყოს დაუშვათ რაღაცა გამოსავალი და ასევე მინდა ვთქვა რომ სამშაბათობით დედაენის ბარში ტარდება ჯემ სეშენები რომლის ასე ვთქვათ სულის ჩამდგმელი არის ბატონი სანდრო და ვატარებ ძალიან კარგ ჯემ სესიებს სადაც ხდება ძალიან კარგი რაღაცები ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ მაგრამ სალამ ჯემამდე მივალთ აი ამ სფეროში ასე ვთქვათ საკითხში რა ხდება სად არის გამოსავალი ძიმე შეკითხვა ძალიან საკმაოდ ხო იმიტომ რომ რის არის ხა ნუ ის რომ პროდუქცია იქმნება ჩვენთან ეს ფაქტია რა არაერთი ბენდია არაერთი ინსტრუმენტალისტი არაერთი მომღერალი რომელიც საკმაოდ კარგ და ხარისხიან პროდუქტს აკეთებს ხო კი ბეტონო მაგრამ რატომღაც ამის რეალიზაცია ქვეყნის შიგნით ისეთი როგორ თქვა ეგეც არ ვიცი რა ან მომგებიანი არ არის ეს ნუ გარდა იმისა რომ ცოტანი ვართ და ამაზე მოთხოვნა მსგავს პროდუქტზე გაცილებით რაოდენობრივად და პროცენტულად უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს ვიდრე უფრო დიდ ქვეყნებში ხო გარდა ამისა რაღაც პრობლემა კიდე არის როგორც ჩანს აი ეს პრობლემა რა არის ეგ რომ მე ვიცოდე ხო მოვაგვარებდი ძალიან დიდი სავარაუდოდ ინტერესი ნუ ინტერესი ხო ეგეც არის რა ინტერესი საიდან მოდის ინტერესიც განაცლებიდან მე ყოველ შემთხვევაში ნახე როგორი ამბავია აი დაახლოებით რა იყო MTV ხო მუსიკალური მაუწყებლობა ერთი იყო MTV და რასაც იქ უყურებდით ის მოგწონდა ნუ შეიძლება რაღაცა ნაკლებად მოგწონდა რაღაცა მეტად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის იყო ცნობადი ყოველთვის ანუ მაგას ქვია რომ იყო ჰიტი იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა იცის ხო დღევანდელ რეალობაში ასეთი ინტენსიური მიწოდება მუსიკის ეგრე რამე რომ კონკრეტულად ვიღაცა გაწვდეს რამე კონკრეტულ მასალას რომ გინდა თუ არა ამას მოусმინე ეგრე არ ხდება იმიტომ რომ ბევრად უფრო ფართო მასშტაბზე არის მილიონერი არჩევანი ალტერნატივა არ ვიცი ყველა სად შეხვიდე სადრას მოусმინოთ რას უყუროთ ის უკვე ცოტა დამაბნეველია კიდევაც რა და რაღაცნაირი ალგორითმი მუშაობს ეგეც ვერ გავარკვია როგორ და ვერავინ ვერ გავარკვია TikTok-ზე ატვირთული რაღაცეების თუნდაც ამ Instagram-ზე რაღაცა უცებ გახდება პოპულარული ცნობადი, ისეთი რამე რომ მე მეორე დღეს შეიძლება ასაღარავის აღარ ახსოვდეს რა. ხო. გქონდები და ცოტა უცნაურია ეგეთ დროს შენ მაგალითად შენი შემოქმედება რომ გინდა გამოიტანო რაღაც ფართო მასებს მოასმინო, ეს როგორ უნდა მიაწვდინო. ხო, მით უმეტეს საქართველოში სადაც ამაზე მოთხოვნია, რავი, როგორ გითხრა, დიდად ისე არ არის, იმიტომ რომ სხვა პრობლემებია, ბევრად უფრო აქტუალური, სხვა რაღაცებია ბევრად უფრო აქტუალური, ვიდრე ის რომ მოდი ახლა რას მოусმინო თუ ვის მოусმინო რა. თუმცა ჩამოდიან ვიღაცები და კონცერტებზე ბილეთები იყიდება. ხო, არის რაღაცები მუშაობს, მაგრამ ხო ისე დიდი კომერციალიზაცია ამისი ნაკლებად არის რა, ანუ პატარა ქვეყანაა და ასე ვთქვათ ეს ამის ინტერესიც ცოტა ნაკლებად არის ვიდრე სხვა ქვეყნებში. ანუ ეს კულტურა რომ სიტყვაზე ვამბობ რომ ვიღაცა ვიღაცის ფანია, ხო? სად სხვაგან რამე ევროპულ ქვეყანაში თუნდაც არ არის აზიაში ახლა ეს K-pop-ი ძალმოდაში და დაძლებენ ტიპებს არ ვიცი, რა ვიცი, მილიონობით. ხო.
იმიტომ რომ ეს იმაც მენტალშიც არის და ეხლა ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის კიდე რა ქართულ ამბავში ეხლა ვიღაცა ფანი ვარ ძმაო მაინც არა მეც აქეთ შენ იყავ ჩემი ფანი ცოტა არ არის ესეთი გამოხატულება ამ გზნობების ესე მძაფრად რა და შეიძლება მაგის ბრალიც არის რომ აი ესე ძალიან მიზან მიმართულად არ ეტრფიან ვიღაცას რა შეიძლება ვიღაც უცხოს და უფრო შორეულს და არარეალურს აი მაგედან გამოსავალი როგორ კიდე კაი რომ არსებობს ეს პლატფორმები სადაც შენივე შეგიძლია ატვირთო დადო რაღაცა მე დაელოდო შენს შანსს როცა შეიძლება რომ სადმე მოხვდეს არის ამის ალტერნატივები თუმცა რა ვიცი ქვეყნის შიგნით როგორ შეიძლება ამის გამოსწორება პოპულარიზაცია ჭირდება ეს ფაქტია რა არის საჭირო აი ამ თანამედროვე ცოცხალ მუსიკასაც ჭირდება პოპულარიზაცია უნდა იყოს ან ტელეეთერში შეიძლება იყოს დათმობილი საავტორო მუსიკისთვის ცალკე რადიოში იშვიათად ჟღერს ჩვენივე შემსრულებლების მიერ შესრულებული გინდა სიმღერა იყოს გინდა ინსტრუმენტალური მუსიკა არა აქვს მნიშვნელობა ხო მეტი ყურადღების მიქცევა ჭირდება თვითონ იმ ადამიანებისგან ვისაც წვდომა აქვს პლატფორმებზე რა მე გულისხმობ თუნდაც რადიოში შეიძლება რომ იყოს რუბრიკა სადაც გაჟღერდება მხოლოდ აი თანამედროვე არ არის აუცილებელი თანამედროვე ძველიც რამდენია ძალიან ბევრი გადასარევი კომპოზიტორი იყო საქართველოში და გადასარევი მომღერალი და მუსიკოსი და შემსრულებელი არის რომელიც ჩამოვთვალე ძალიან შორს წავალ რომ იყოს პატარა რუბრიკა სიტყვაზე რომელშიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ასე ვთქვათ აი რავი როგორ გითხრა ალტერნატიული მუსიკა შეიძლება დავარქვათ რა სადაც არ არის მარტო ის ცნობილი სიმღერები, რომელიც ისედაც ყოველდღიურად ჟღერს რადიოში, ხო? სხვაც არის მის მიღმა და იმის კიდე წინახაზზე წამოწევა სხვა რამეს გამოიწვევს ჩემი აზრით, რომ ცოტა უფრო მეტად დაფასდება კიდე სხვა ადამიანების შრომას, ვინც დაუშვათ არ ღერის სიტყვაზე ისეთ მუსიკას, რომელსაც რესტორანში უსმენენ. ან რაღაც ხობები არის კიდე ბევრი არ არის აუცილებელი იყოს ქართულ ენოვანი სიტყვაზე ვიღაც სიმღერება ფრანგულად, რა ვიცი, რატონა აი რაღაც ხელსიწყობა არის ხა წინა პოდკასტში გიორგი ყავდა ასანიშვილი კი ბატონო კი ხო და აი მან ვისაუბრეთ რომ აკუსტიკა არის ერთ-ერთი ძალიან კარგი პლატფორმა სადაც შეგიძლია შენ თავი გამოხატო კი ბატონო და შენი რეალიზაცია ასე ვთქვათ რაღაცა დოზით ხო რაღაცა ქნა თუმცა საავტოროზე მაინც ცოტა ნაკლები ანუ საავტოროზე იქ რაც იკვრება ისეთ საავტორო რა თქმა უნდა, ოღონდ ოდესღაც დაწერილი და მერე გადაკეთებული. ნუ იქ გადაკეთებულებიც არის და საავტოროებიც არის. და აი საავტოროს ცოტა მეტი ხოდა ნუ მარტო აკუსტიკა ხდები? ხო. გიორგი მაგარ საქმეს აკეთებს, ძალიან მაგას. გადასარევი ამბავი არის. თუმცა ეგეთი კიდე ერთი როი დაემატო, სადაც კონკრეტულად თანამედროვე საავტორო მუსიკაზე იქნება არიან ელექტრონული მუსიკის მკეთებელი ადამიანები, არ ვიცი, ბევრია რა. არა, სიტყვაზე დაემატოს რაღაცა ადგილი, სადაც ამას დაუკრავ. კი ბატონო დაუკრავან ყველაზე ნაღდი გაუშვებ რადიოში ჩართავ რომ ისე რომ ცოტა სისტემა ისე არა ერთჯერადად ისე მაშინ არ ეხო YouTube-იც არსებობს მაგრამ ეხა რამდენი რამე გაგახსენება YouTube-ზე რომ ჩაწერო და მოусმენ ხდები რა სადღაც უნდა შეგხვდეს რა თავის ისე უნებლიეთ რომ ან დაგამახსოვრდეს ან ნაცნობი მაინც გახდეს რომ იცოდე რომ ეს ტიპი ვიღაცა იმას პროგრამს არის შენიან იმის არ იყოს სულ სოფტების please just carry on მაგზენა პირველად რომ ნახე ეგ ვიდეო ნუ არავის სხვა არ ჯეროდა რომ ესენი ქართველები არიან ეგ ამბავი იყო და მეც მათ შორის ვიყავი და უცებ აღმოჩნდა რომ ამ soft eject-ის ერთ-ერთ ვიღაცამ დამიძახა რომ მოდი ჩემთან დაუყარია და რომ მივედი და ვნახე მერე დავიჯერე რომ ქართველები არიან ბევრია შეიძლება რაღაცა გესმის ისმენ და არ იცი ვისია რა და ხო აი რაღაცა დაახლოებით ასეთ დონეზე რომ მივიდეს რომ თავისით ისმოდეს სხვადასხვა ადგილებში რა რადიოში მაგალითში გავიდეს ისე რომ ყურს მოხვდეს ხშირად ხოხდეთ ყველა რა ხენ MTV-ზე რაც MTV-ზე გადიოდა ის იცოდი რაც არ გადიოდა ის არ იცოდი ამ დროს იმაზე ბევრად უკეთესი პროდუქცია იყო კიდე სხვაგან სადღაც კაცმარიცის სად მაგრამ ნელ-ნელა გაშთა მაგას და მიაგმა რომ ვიღაცის მაგალითად შეიძლება არ იცოდე სახელი ხო რომ რაღაც გინდა რომ მოусმინოდე და არ იცი რა ქვია რა ხო გამოვიდა მოგუნა შაზამია ისა მიაგნებ ასე ნუ ასე თუ შეიძლება მიგნე მაგრამ რაც უფრო ხშირად იქნება სადღაც ისეთ სივრცეში სადაც მეტ ადამიანს დაუკრავ და მოასმენებს ჩართავ შანსი არ არის რომ ვიღაცის ყურამდე არ მივიდეს ის ისე როგორც შენ დაუკარე სიტყვაზე ამბობ და სწორად ადამიანები არ მივიდეს და ერთთან და ორთან თუ მივა ნიშნავს რომ ხუთთან და შვიდთანაც მივა რა შემიძლია ცოტა გაზრდის მსვენელის რაოდენობას მაგალითად და აზრი ექნება კონცერტის ჩატარებას და ასე შემდეგ მაგრამ ძნელია ხო და კომპლექსური პრობლემაა ეხლა ის თავიდან რაც ახსენე რომ როგორ რანაირად ნუ მე ძალიან ბევრი ფაქტორია ხო მაგრამ პოპულარიზაცია რო ჭირდება ერთ-ერთი ჩემი აზრით წინა პოდკასტებშიც ვილაპარაკეთ სტუმრებთან რომ
პროდიუსერი არის მუსიკალური ძალიან არსებობს. რაც არ არის სტატი და ჩვენ არ ყავს. ხო, ქვეყანაში არსებობს გიორგის თავისი რასაც ეღება აკეთებს. ხო, ქვეყანაში არის 2-3 კაცი და ყველას თავის საქმე, მაგრამ აი ახალბედა დამწყებ მუსიკოსებს, ან პროფესიონალ მუსიკოსებს რომ ვიღაცებს რომ რაღაცები გვინდა, არ არის ფიზიკური. ნუ არის რამოდენიმე არის ხო, მაგრამ მცირე მასშტაბიანი არის რა, ან ერთ ბენდზე მუშაობს შეიძლება და ის ბენდის მე ძირითადი ამოცანა მაინც იმაში მდგომარეობს, სადმე გახვიდე აქედან და სადღაც მაშინა აზრი და რაღაცა აქ ინტერესი და ხო, იმიტომ რომ მარტო საქართველოს ფარგლებში ძნელია რა, ძალიან ძნელი არის რა, ხდები, იმიტომ რომ აქ გემოვნებაც არ არის აქამდე მის ეს ინფორმაცია არ მოდის. ხო. არ საიდან არ მოდის. თუნდაც ახალგაზრდებშიც თუ ტელეფონშია შემთხვევით რაღაცას თამაშობს, ან უყურებს TikTok-ს, ან უყურებს Instagram-ს, ან რაღაც ჩათაობენ ერთმანეთში. ის რომ სადმე გაიარა და რადიოა ჩართული ან ტელევიზორში შემთხვევით რაღაცა ნახა ისეთი რომ მოხდეს კურსი რამდენჯერმე და ის უკვე ამისთვის ნაცნობი გახდეს, რომ გაიგებს რომ თურმე ეს აქ ხდება, სადღაც კონცერტზეც მივა რა, გაუჩნდება ინტერესი. კაი, ხო, სმენელი უნდა გახდეს რომ მე მოვიდეს კონცერტზე მისულა. და არა, იმიტომ რომ სადღაც უფასო კონცერტია საახალწლო და. ხო, ეგეც არის. ეხლა მაინტერესებს ძირო, ახლა ჯემი ვახსენეთ რა. ხო, და ახლა ჯემი რა არის და რისთვის, ნუ მსმენელისთვის ერთი, მაგრამ მუსიკოსებისთვის რა არის გაცილებით ეხლა უკეთ იტყვიშე და აი მივოდით მაგთებამდე რომ აი ახალბედა მუსიკოს ან დამწყებს ან სულაც პროფესიონალს. მაგრამ მოდი ჯერ მაინც დამწყებებს, ასე ვთქვათ, აი მით უმეტეს თავის ავტორები რო აქვს, რაღაცები რო აქვს და რაღაცა მუსიკაში, მუსიკალურ სამყაროში, კომპოზიტორების ასპები მუსიკალური შემოსვლა რო უნდა, აი ჯემი რას აკეთებს მაგ დროს და პროფესიონალებისთვის კიდე რას აკეთებს. ცალკე მსმენელისთვის. კი ბატონო, ეხ მსმენელიდან არ ვიცი, მაგრამ თუმცა რატომაც არ ვიცი. ნუ მთელი ხიბლი ამისი იმაში არის რომ მეც ახლა ბავშვობიდან რაი როგორც გითხარი რაღაცა თავისუფალი დაკვრის სურვილი მქონდა სულ ოძელა რომ მოვისმენე რომ აღმოვაჩინე რომ არსებობს ფლეიტაზეც რომ შეიძლება თურმე ამ ყველაფრის გაკეთება მას შემდეგ სულ ვეძებ რომ იყოს აი ესე თავისუფალი დაკვრის რამე ადგილი სადაც მიხვალ და უბრალოდ დაუბრალ არ არის აუცილებელი რომ იარო რეპეტიციაზე არამედ გაარჩიო ან ნოტები წაიკითხო ისწავლო დაიზეპირო მე ინტერვიულო რომ არ შემეშალოს თუ რაღაცა ვერსად ვერ ვიპოვე მსგავსი ადგილი, მთელი ბავშვობა, მთელი სტუდენტობაც, მთელი ახალგაზრდობაც. მსგავსი რამ ვიპოვე მანჩესტერში, რაღაც პერიოდი, ვიყავით მოღვაწეობდით იქ სოფტებთან ერთად, ზუსტადაც რომ და ერთ-ერთ მოკლედ რაღაც სტუდენტურ ქალაქში ვიყავით, სადაც პატარა ფესტივალით იყო, ჩვენც უკრავდით და რამოდენიმე ჯგუფი იქაური. ორი კიდე როგორც არის ხოლმე რა პატარა გალა კონცერტივით სტუდენტებისთვის და სწავლა დამთავრდა თუ რაღაც ეგეთი მოხდა რა ზუსტად ეგ მიზეზი არ მახსოვს მაგრამ ნუ ყველაზე დიდი შტაბ-ეტილება რამაც მოახდინა იყო ეგ რომ უკვე საღამოს ბოლოს სცენაზე Neylon Jungle ესე ერქვათ პროექტს ვა დაუგრეს მაგრად დაუგრეს მოკლედ შეასრულეს აი ესე დაღეჭა იმან კლავიში იმან დაღუმა საქსოფონი დრამერმა ჯოხები მოკლედ ძალიან მაგრად შეასრულეს ყველაფერი მოკლედ სიღა გავეხარდა ესა მან ნახე პირველად რომ იმის დრამერის სოლოს დროს შეაჭრა კლავიშმა და მან კიბორდის ტიპი ვინც იყო მე აღმოვაჩინეთ რომ ეს კაცი ეს კიბორდზე მუსიკა ჯემი როქვაისთან ერთად უკრავდა ეს დრამერი მუშაობდა ბევრ სტუდიაში და იყო ტექსასთან იმასთან მოკლედ კაი ესეთი გემრიელი ტიპები იყვნენ და მოკლედ უნისონში დაუკრეს სოლო ვა პირველად ნახე ეგეთი რამე ცხოვრებაში რომ ის რასაც უკრავდა დრამერი კლავიშით მიყვებოდა ერთი-ერთში ვა კაი ხანი გამიკვირდა მეთქი ვა ესე იგი რამდენი უჩალიჩად და უმეცადინიაც თქვა და მე რომ დამთავრდა ეხა ეს ღონისძიება, ხო ცალკე არის ხოლმე კულისებში კიდე რაღაცა სუფრაიზ, ვისკი რამე რუმე. მოვიდნენ ესენის, გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, ისა რაღაცა ამად აღნიშნეს რომ თქვენი მუსიკა რაღაცნაირი მაგარი იყო ესე და მე ვკითხე რაღაც ერთი ორი შეკითხვა და მეთქი ის სოლო მეთქი რამდენი ხანი ეს სულ იმპროვიზაცია იყო, ეხა ჩვენაც დაუკარეთ იქოზე. ოპა მეთქი ეგ რო განაირ ხო ეხა მე და ესო პირადად თუ 1-20 წელიაო ერთად უკრავთ ხანსად და ზუსტად ვიცი რა უნდა ქნასო რა და ესე აი მან მივხვდი რომ თურმე ეგეთი რამე შესაძლებელია რა ანუ იმპროვიზაციაში ისე გაყვნენ ერთმანეთს რომ გეგონებოდა რომ დადგმული დაწერილი ხო რა ვა რაღაცა ეგ ისე ჩამჩა მეხსიერებაში და გონებაში რომ ძალიან მოვიდა რომ რამე მსგავსი მექნა მე ჯემს რაც შეეხება ესეც
ბატონი რეზო კიკნაძის დამსახურებაა, რომ ეს ავენთე ბოლომდე რომ აი რაღაცა მომინდა რომ მსგავსი რამ დამეკეთებინა რეზოს და არჩილ ახვლედიანის. არ მინდა რომ გამომჩის, იმიტომ რომ მათი ასე თავკაცობით, ასე რომ ვთქვათ, თეატრში ტარდებოდა ჯაზის საღამოები მოძრაობის თეატრში. მახსოვს ეს პერიოდი კარგად. დადიოდი ხოლმე კი. მაგჯერმა მე მაგალად გამძალდა. ხო, ნუ იყო მან თავისუფალი დაყურაც ისიც ესეც ჯაზ სტანდარტებზე ძირითადად. ძალიან კარგი საღამოები იყო, მოკლედ აი რა ვიცი როგორ ვთქვა, აი მადლობელი ვარ იმ პერიოდის მაგალითად, ამ გამოცდილებას მივიღე, რაღაცები ვისწავლე, რაღაცები ახალი შევიძინე, მეგობრებიც, ხალხიც ისიც ეს. რაღაც მიზეზების გამო მე ეს პროექტი ნუ რაღაც ამოწურა თავის. უпростоრეთ მე მგონი ის მოხდა რომ არჩილმა უკვე ზინგერი გახსნა იმასთან რა ქვია, სოფიკოს ბაღთან. კონკასთან, ხო. და უკვე ნუ გადავიდა ეს ისე რა, მთელი შემადგენლობა იქ წავიდა ეს. ჩვენც იქ დავდიოდით, მე ახლა უკვე ჩვენი რაღაც რეჩიტატივი ქალაქში რაღაც პროექტი იყო კიდე გიჟური ღრიანცელები. კი ბატონო. და თეატრში ცოტა სევდიანობამ დაისადგურა, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი თეატრად კარგია, მაგრამ რაღაცა ერთი დღეც იქნებ რამე კიდე ჩავაკვეხოთ ეგეთიო. წამოჭრეს იდეა, შემომხედეს მე რა თქმა უნდა, ყველა თეატრის კომპოზიტორი ვარ, მუსიკაო შენიციო და რამე კენია ხარ. მეთქი რა ვქნა, მარტივად აი ესე დავიწყეთ რა, რეჩიტატივი ქალაქში დავარქვით პროექტს. ვინც ვიყავით, რამოდენიმე კაცი, რაც შეგვეძლო იმას უკრავდით, რას უკრავდით, კაცმა არ ვიცოდით და კახაბაკურა და კითხულობდა ლექსებს ამ მუსიკის ფონზე. ნელ-ნელ ამ დაყურაში ერთმანეთსაც შევეთამაშეთ, მივხვდით რაღაცეებს, რომ როგორ შეიძლება დაყურა რაღაცა იქ ერთი-ორი თემაც გაჩნდა. მოკლედ ამ ამბავმა მოიტანა პატარა რეზონანსი რა, ხალხიც მოვიდა დაესწრო 1-2-ჯერ. მე 5 კაცი მოვიდა, მე 20 მოვიდა, მე 30, რაღაც მომენტში 50, ამ დროს ჩვენც მოვძლიერდით, კარგ ფორმაში მოვედით. დაყურაც ცოტა მეტად ვისწავლეთ ერთმანეთთან როგორ შეიძლებოდა და რაღაც მომენტში აფეთქდა, წამოხდნენ, დაიწყეს ცეკვა ჩვენ დაყრულ მუსიკაზე და მად მივხვდით, რომ უკვე სხვა გზა აღარ აქვს, ეს უნდა გავაგრძელოთ რა. ხო, დავარქვით რეჩიტატივი ქალაქში ამ პროექტს და ვინც ვიყავით, რამოდენიმე 3 კაცი ვიყავით, ირაკლი მენაღარიშვილი, ლევან მიქაბერიძე, იგივე მენო და მაჩვი და მე. სულ ეს იყო ჩვენი შემადგენლობა და კახა თავის ლექსებით. ხან მე უკრავდი რა კლავიშზე, ხან ლეპტოპიდან რაღაცას ვკრავდით, ხან მოკლედ სხვა 1000-ნაირი კომბინაცია ვცადეთ რა. ხო. ნუ ექსპერიმენტები ხან ისეთი, ხან ამასობაში ვიღაცები ნახეთ ჩვენმა მეგობრებას ასეთ რამეშვებით, ვინც იცნობდა თავის ირგვლივ, ვინც მუსიკოსი ყავდა, ყველამ ესე მიაწვდინა ხმა, რომ მოდით რაღაცა ესეთი ხდება. მოვიდა ის, მოვიდა მეორე, მოვიდა მესამე, ხალხიც მოვიდა ამ ყველაფრის მოსასმენად სანახავად. მოკლედ ნელ-ნელა ექსპერიმენტში აღმოჩნდა ისე, რომ კარგად შევთამაშდით ეს მუსიკოსებიც ერთმანეთში, ისე რომ უკვე მართლა ძალიან თავისუფლად გამოდიოდა ისეთი რაღაცის დაგვარ, რაც წინასწარ არც გწოდნია და რაც მე ვეღარ გაიმეორე რა. იქვე მოფიქრებული მუსიკა, ანუ ამ ხალხის თვალწინ იწერებოდა ეს მუსიკა, იქმნებოდა იქვე კაღაზზე ექსპრომტად რაღაცა ლექსი მოსდიოდა, მოკლედ რაღაცებს გავს საღამოები ტარდებოდა და რაღაც მომენტში ხალხმა დაიწყო ცეკვა ამ მუსიკაზე. უცებ. აი, ერთი კაცი რო ადგა და დაიწყო ცეკვა, ერთი კვირის თავზე რო კიდე იგივე პოზიციება ჩავატარეთ, ყველა საცეკვაოდ მოვიდა. ანუ გართობაში გადაიზარდა ეს ყველაფერი რა. აი, მანდ უკვე ჩვენც მივხვდით, რომ სხვა ხიბლი და პეწი აქვს ამას და ის კი არა რომ მარტო შენ ხარ რაღაცა იქ რამე იგო. ანუ მსმენელამდე მიდის ისე რომ როდესაც ადამიანს ცეკვა მოუნდება, რაც არ უნდა იყოს, ხო, ესე იგი სწორ ემოციას აწვდი, ხო? და აი ეს კონტაქტი რო შედგა და ეს ტანდემი მსმენელსა და ჩვენს შორის, აი მაქედან რავი, მე მაგის კიდე ერთხელ არ გამეორება და მაგის კიდე ხელახლა არცდა და მაგის განვითარება საკუთარ თავში ცოტა ძნელია, იმიტომ რომ იმასავით არის რა, აბსტინენცია აქვს. ასე რომ ვთქვა. ახლა ემოციას ხედავ და ჩაკრა. აი ძალიან დიდი ემოცია, რომ აი ეს გინდა რომ სუგინდება, რომ აი ეს პროცესი არ გაჩნდეს. იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგეტიკა იცვლება ამ დროს. ეს კონტაქტი არის ნებისმიერ დამუხტვაზე ყველაზე მაგარი ის არის რა, ადამიანისთვის არის. მაგაზე მეტი, ნუ ყველანაირი პოზიტიური და დადებითი ემოციით მუხტავს რა და შენ რო ესე ხარ დამუხტული, იგივე ენერგიას აბრუნებ უკან, ხო თავისთავად ცხადია და ეს სტრესზე მართავდება მოკლედ და ეს ძალიან მაგარი პროცესია. რაც შეეხება მუსიკოსებისთვის, ხო?
ნელ-ნელა მივიდა ეს ყველაფერი იქამდე, რომ გახდა ასე ვთქვათ საჯარო, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ ყველაფერში. რაღაც თავის წესები აქვს, რომ ჯერ საიტზე ვიდეო უნდა გამოიგზავნოს და შემდეგ ჟიური ყავს ანონიმური, რომელიც ამას ამოწმებს მის მონაცემებს. მოკლედ ეს წესი შეგვიძლია მე ავხსნათ, მაგრამ რას მკითხე, რომ აი რას ნიშნავს დამწყებისთვის თუ უკვე პროფესიონალისტვის. ანუ რა არის ჯემი მათთვის? ჯემი. პირადად ჩემთვის არის ჯემი აი თავისუფლების პიკი რა, რაღაც მომენტში, იმიტომ რომ შეზღუდვა არსად არაფერზე არ გვაქვს. ნებისმიერი ინსტრუმენტით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოსვლა და იქ მონაწილეობის მიღება. და რას აძლევს სხვას? იმ თემის არ იყოს, რაც მანამდე განვიხილეთ, რომ აი რეალიზება არ ხდება. ხო, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი მოვიდა, ჯემზე დასაკრავად, რომელიც მეცადინეობს კიდევაც, უკრავს კიდევაც, სწავლობს კიდევაც, მაგრამ ზის სახლში. მეცადინეობის სახლშია, დაკვრათ სახლშია, დანარჩენი ყველაფერი არის სახლში, ანუ არ არის ისეთი ადგილი, სადაც აი რაც ისწავლა და რაც, რა ვიცი, რაც უნდა რომ ქნას, სადმე ქნას, გააკეთოს, ხო? აი ესეთი არეალი ამ ადამიანებისთვის არ არის. პირველ რიგში ეს რომ ეს შინაგანი ემოციას და ენერგიას გამოიტანოს და ახარჯოს და რაღაცა გაიმყაროს ინსტრუმენტთან ურთიერთობა რა. კი ბატონო. პირველ რიგში ეს დამწყებთათვის. და ხალხთან კონტაქტი ისწავლოს, რა თქმა უნდა, სცენაზე დგომა და დაკვრას ნებისმიერ სხვა ადგილას არც მაკაცებთან ერთად იქნები თუ ეზოში თუ სახლში თუ გარდა სცენისა სადმე სხვაგან დაკვრა რადიკალურად სხვა რამეა და რადიკალურად სხვა რამეა სცენაზე დგომა და სცენაზე დაკვრა იქ კიდე სხვა რაღაცები ხდება, სხვა პასუხისმგებლობაც არის და ბევრი სხვა ნიუანსი ირთვება რა ადამიანის ტვინში და ეს უნდა ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდე რომ უცებ შუა გზაში არ დაგემართოს. თან მით უმეტეს წინასწარ არ იცი რა უნდა დაუგრა. ამასაც ხო კაი ისჭირდება, ანუ მოკლედ როგორ გითხრა რა, ჩემი აზრით ანვითარებს გონების სისხარტეს რა, ანუ ადაპტირების უნარს და იმას რომ ადვილად შეეწყო ნებისმიერ ბენდი იქნება ეს თუ რაღაცა წამოწყება არ აქვს მნიშვნელობა, არა მარტო მუსიკაში, არამედ ცხოვრებისეულიც ესეა, ხო რომ რაღაცა წინააღმდეგობაში არ იყო და მარტო არ იყო, რაც უფრო მეტნი ვართ ჩვენ მით უფრო ნაკლები არიან ისინი. ესეთი დევიზი მოვიგონეთ რა. ანუ ურთიერთგაგებაზეა დამყარებული რა, ძირითადად რომ სწორად უნდა მოისმინოს, სწორად უნდა გააკეთოს შენი საქმე ისე რომ ხელი არ შეუშალოს სხვას და ხელი არ შეუშალო კი არა პირიქით, ხელი შეუწყო. ხო და პროფესიონალისტვის რაც შეეხება, მათთვისაც იგივენაირი სიხარულია, იმიტომ რომ მოდის ისეთი რამის დასაკრავად, რაც მანამდე არ დაუგრავს. ხო? და ასეულით აღარ დაიკრება. ნუ შეიძლება დაიკრება. არის ახლა ჩვენ შემთხვევაში არის რაღაცა თემები გინდა არ გინდა გამახსოვრდება რა ყურში და უცებ გაიგებ იმ ფრაზას, იცი რომ ამან ეს გაყვები გამოყვები რაღაცა. გზა უკვე ნაცნობია. ხო, გზა ნაცნობია და გონია რომ ეს კომპოზიცია უკვე დაწერილია წინასწარ. შეიძლება ზამჭერად უკითხავს რომ როგორო ეს არა კი მე რაღაცა ხუმრობით ვიზარით ხოლმე და ამაზე ვმუშაობდით 4 წელი და 2 დღე თუ რა. სინამდვილეში არც ერთი რეპეტიციალი არ არის რა, იმიტომ რომ შენც კარგად იცი რომ მოდიხარ, იცი რას ვიზამთ წინასწარ, კაცი შვილობა ანგრობის ამბავს. ნუ ვინ რაზე დაუკრავს? ხო, ეგრე კიდე რას დაუკრავს. ეს არის მთელი მაგის, აი არ ვიცი როგორ გითხრა, თამაშია რა, რომ ყველა ადამიანი ნებისმიერ თავის ცხოვრების ეტაპზე, მოკლედ აი თამაში ყველას უყვარს. გოგწები, სულ რაღაც. მაგრამ რეალურად სერიოზული რაღაც კეთდება. ხო და რეალურად ეს თამაშია რა, თამაში, მოკლედ ნუ იმის არ იყოს, ჩვენ ვეძახით დაკვრას, თორე დანარჩენ ყველა ენაზე თამაშია. ხო, პლეიერი და ხო თამაში. ხო, ნუ თამაშია რა, რეალურად თამაშთან გვაქვს საქმე რა და შესაბამისად ეს თამაშსაც თავის პატარა წესები ხო აქვს, როგორ სხვა დანარჩენების მიერ თამაში. აი ამ წესების ასე ვთქვათ, ტვინში ჩადებაზე და შინაგან შეგრძნებაზე არის ლაპარაკი, როდესაც ჯემზე მოდიხარ რა, რომ სწორად აი შიგა ან თამაშის წესები იცოდე კარგად. თუ კარგად იცი თამაშის წესები და დადგების ენაზე ისეთივე ადამიანთან, რომელმაც იგივენაირი წესები იცის ამ თამაშისა, მაშინ როგორც მსმენელი მე ვხედავ, რომ უბრალოდ ვერ მივხვდები ეს ამათ წინას არის იცოდნენ, რასაც გამზადებული კომპოზიცია. თუ ახლა ხდება მართლა ჩემს თვალწინ იგონებენ ამ ყველაფერს რა. აი მან უკრთული გასარჩევი, იმიტომ რომ იმ თამაშის წესები შიგნით ისე თამაშობ რომ და შესაბამისად რაც უფრო ხშირად მოხვალ და ხშირად ნახავ, თუნდაც დამწყებისთვის რამხელა ის არის რა ქვია, სტიმული, როდესაც პროფესიონალი და ესე ცნობილი და კარგი უწევს რამოდენიმე კაცს ახალგაზრდა დამწყებებს მოსწევიათ ისეთ ტიპებთან ერთად. და ყურებ ცხოვრებაში ნანახიც არ ყავდათ და უბრალოდ გაგონილი ქონდათ მათი საფერი. კი, არის ასე. ხდება ეგეთებიც რა. ამ პროფესიონალიზმი და ძალიან დიდი ის არის რა ქვია
აღმოუჩენიათ ბევრს იმდენ რომ ვა ეს ვინ არის და მოდი რა შენ დაჯექი დაუკარი და თვითონ ეს გახარებული ეს და ისიც რომ კიდევ ერთი ესეთი ნიჭიერი და კარგი ტიპი იყო ამისთვის კიდე ძალიან დიდი სტიმულია რომ ამ კაცთან ერთად უკვე ჩემი მაგას შვება კი ამას შვება პირველი ვიღაცა მოისმეს ურთიერთობა ხალხს შორის ურთიერთობა ხო იქ რამდენიმე გაიცნო ერთმანეთი რამდენიმე ჯგუფი შეიქმნა იქ შეხვედრილი ხალხისგან და კი ბატონო არ ვიცი მე არ ვიცი 10 მაგად და 20 მაგად მოხარული ვარ რომ ეს რაც მე მაკლდა და მეგონა რომ აი იქნებ ჩემი ჭია გავახარო თურმე მარტო კი არა ვარ და აგერ რამდენი ხალხი და როგორი კარგი ამბავი გამოვიდა და რამდენი მეგობარი შევიძინე კიდე მან არ ვიცი რავი არა მოკლედ რო ვთქვა ყველანაირი პოზიტიური ენერგიის გაცვლის საშუალება არის ჩემთვის პირადად რა ისევე როგორც გავცემ ამ პოზიტიური ენერგია და ისევე როგორც ღებულობ და კათარზისივით არის ნებისმიერ ნეგატივი გადის როგორც კი სცენაზე დადგები და იწყებ დაყურას აი გადიხარ სხვაგან და გადიხარ და იქიდან რომ ბრუნდები ისეთ კარგ ადგილას ბრუნდები რომ გიხარია რომ იქ ხარ სახში წამოსვლაც გიხარია დროზე დაძინებას თუ გვიან დაძინებას დილით დადგომას და ასე შემდეგ ეგ არის ხო იცი რა მაინტერესებს აი ცოტა წინა თემას რომ დაუბრუნდეთ მინდა ეხლა იმიტომ რომ ჯემი გასაგებია უკვე ასე ვთქვი ჯემზე განვიხილეთ ის ვიდეოს თუ ჩასვამ ერთი კარგი ვიდეო აქვს შენს შვილს ის იმას თუ ჩასვამ მაგარი იქნება შეიძლება მაგის ჩასვამ კომპოტია არა აბა წვენი არა მურაბა არა აბა რა გინდა ვალაფად ხალხს რა არის ჯემი. რა არის ჯემი. კი ბატონო, ჯემსე შენი. ხო და აი დაუშვათ ხარ დამწყები, ასე ვთქვათ, მუსიკოსი, ინსტრუმენტალისტი, ან ვოკალისტი. ნუ ვთქვათ, არის ორი ამბავი ხარ. ერთი იყო აკუსტიკა, მეორე არის შენი წყალობით და კიდე ძალიან კარგი ადამიანების წყალობით, გაჩნდა დედაენის, ასე ვთქვათ, ჯემსე შენები. აი მივიდა დაუშვათ ჯემსე შენზე, თავისი თავი გამოიტანა. რაღაცა გაიცნო ვიღაცები, დაუკრა ხალხმა შეხედა ვიღაცამ გადაუღეს, რაღაცა ასე გამოჩნდა. მე წავიდნენ და რაღაცა თავისი კომპოზიცია, რაღაცა ერთი ან ორი კომპოზიცია გაიტანა აკუსტიკაში დაუშვათ. და ეს ორი წესიერი პლატფორმა, ასე ვთქვათ, და ნუ რადიოში თუ გაიტანს რა. მე ანი სამწუხაროდ ესე ხდება, რომ აი TikTok-ებით და YouTube-ებით და Facebook-ებით და რაღაცებით თუ იქ ძალიან ბევრი ნახვა და გიგროვდა, მე უკვე და ძალიან მართლა მოედე ყველას, არ ვიცი რითი, მაგრამ მოედე, უკვე მე ტელევიზიაშიც გიწევენ. კი ბატონო. და იქ რაღაცა ინტერვიუ, რაღაცა. ეხლა აქამდე რომ მიხვიდე, დრო გინდა და ანუ სხვადასხვა რაღაცებია საჭირო რა. რაც საკმაოდ რთულია, არ არის ადვილი. ადვილი არ არის ნამდვილად. ხო და აი უცხოეთში აი გზაზასთან რაც საზამარჯანიშვილთან მქონდა ინტერვიუ, ასე ვთქვათ რა პოდკასტი რა და იქ ნუ ამერიკის მაგალითი გითხრა ძალიან კარგი რომ აი რაღაცა ორ შაბათობით მიდის და ვიღაცა აძლევს რაღაც კაფეს იმას მე 4 შაბათს გამოყავს მე შაბათ-კვირა გამოყავს და რაღაცა და ნენა აი პოპულარული ხდება რადიოში წერს იმას ამას და აი ეგ შოუ ბიზნესი ასე ვთქვათ აი მე შოუ ბიზნესს ასე ვთქვი იცი რომ საავტორო შოუ ბიზნესი რა ჩვენთან განვითარებული არ არის იმიტომ რომ არ აქვს მუსიკალური პროდიუსერი ვინც აი შენი მუსიკით დაინტერესდება მოკიდებს ხელს და გეტყვის რომ აი ესე შევფუთოთ ესე აქ მივიტანოთ ის გავაკეთოთ ესე რომ რაღაცა დახვიდე რა ხო ნუ ფაქტია რომ ეგ მექანიზმი არ არსებობს რომელიც თუნდაც ზაზამ ეგ მარტო ამერიკის შტატებში არ მუშაობს ძირითადად ეგრე ხდება ეს რამოდენიმე ჩემს უცხოელ მეგობართან მაქვს ნალაპარაკები ყავს თემაზე და ნუ ეგრეა იწყებ ბარში სიტყვაზე სადაც არის 50 კაცი ხო შეიძლება არც იყოს 50. ნუ არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პირობითაა რა. რაღაცა თუ კაი რეპერტუარი გაქვს და კარგად ხარისხიან დაგეთებ შენ საქმეს, მე ვიღაცა გამჩნდება და გეუბნება რომ იცი რა, აქ ხალხი ვეღარ ეტევა. მოვიდა 70 კაცი და შეგინდა ვეღარ შემოვიდა. ესე იგი, სადაც 70 კაცი ეტევა, იქ შეგიძლია წახვიდე. აჰა. შემდეგ თუ კიდე მოემატა 1-20 კაცი და კიდე ვერ დაეტია შეგნე და ესე ნელ-ნელა რაოდენობა იქნება იქ ლაივში რა, არ არის არსებული ჩანაწერი. თუ გახვედი ისეთ ადგილას რომ აი 300 და 400 კაცზე მეტი გყავს შენი მსმენელი და შენი კონცერტზე შეუძლია მოსვლა, მე უკვე შეგიძლია წახვიდე პროდიუსერთან უთხრა რომ იცი რა მოდი ჩემ კონცერტზე განახეთ. მოვა შეხედავს ეს 500 კაცი გისმენს უხარიათ. გირჩევს რაღაცას, ანუ ეგრე მუშაობს ეს მზრდადობის მიხედვით რა. ჩვენთან შესაბამისად მსგავსი ადგილიც არ არის. რამდენი ადგილი ესეც სადაც ლაივი იქნება დაუშვათ. ხო. საავტორობით თუნდაც მაგ ბიზნესს რო უბრალოდ ბარში თუ შეხვალ თუ ვინმე უკრავს კავერს, ხო.
საავტორო ბარში დიდად მოთხოვნაშიც არ არის. იმიტომ რომ ბარში ადამიანები იქ სვა ჩაარტყა რამე რუმე, ეხა იქ ვიღაც ფილოსოფიური მუსიკა არ აინტერესებს. ნაცნობია ბახბუ, ქართული და აშტუში წამოვიდა სახში დაიძინა. ხო, ეს მუშაობს და შესაბამისად ის მექანიზმიც, რომელიც მე ამას განავითარებს, არ არის რა, იმიტომ რომ საწყისშივე არ არის მაგის მოთხოვნა, რომ იქ რამე საავტორო იყოს და აქტუალური გახდეს რა. ხო, მაგდო ვთქვი, რომ უბრალოდ ქემაინც უნდა ჟღერდეს. ქემაინც მაგარი იყო. დასავლეთი გამეპარება. ხო. ნუ აი სადღაც უნდა ჟღერდეს რა, რაღაც მომენტებში, რომ უბრალოდ გესმოდეს. და რომ ნაცნობი რო გახდება, რაღაც ეტაპზე 5-ჯერ და 6-ჯერ რომ მოგხდება ყურში რაღაცა, ის ნაცნობი ხდება, რაც არ უნდა რავი, რამდენი უხარისხო ჰიტი ვიცი, რომელსაც მილიარდობით მოსმენა აქვს და აღარ მილიარდი რაღაც ის პირობითად, მაგრამ ნუ რეალურად არაფერის მომცემი არ არის ის, არ კი არ ვერჩი რაღაც ჩემ გემოვნებაზეც არის, რაღაც თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია გემოვნება, მაგრამ ნუ ობიექტურად რო შეხედო, არ არის არაფერი რა. ხო, არაფერი არ არის. არაფერი არ არის. მაგრამ რაღაცა გავარდნილია თვითონ. ხო, გავარდა და ის გავარდა ვიღაცამ ფული იშოვა მაღაზიაზე და წავიდა სახში დაწვა დაიძინა. დამთავრდა. მეორე ის დაწერა, ძალიან ჩაწერა, თავში აზრადაც აღარ მოსვლია. ხო, აღარც მოუნდა. არ მოუნდეს. ხო, ნუ იშვიათად, მაგრამ ნუ ხო ხდები და ეგ სისტემა ჩვენთან როგორ უნდა დაინერგოს და რანაირად არ ვიცი. ნუ მაგაზე საფიქრელია მარტო ჩვენი არა, იქ მართლა ვიღაცა უნდა გამოჩნდეს და რაღაცა სტრუქტურულად დასავლაგებელია, რომ რაღაცა მიზანმიმართულად შენს აი სიტყვაზე მე მაგალითად რასაც შვები, იმიტომ არ შვები, რომ სტადიონზე ისა ვქნა ჩავატარო კონცერტი და რაღაცა 50000 კაცი მოუყვა. ეს ჩემჭიას ვახარებ პირადად მე და ვიცი რომ ჩემს რიგლი კიდე ბევრია ისეთ ბევრი სჭიები ხარობენ. ხო, ნუ აი ერთად რაღაცა ვიხარია ეს რასაც შვებით რა და ის რომ ბევრს უთქვამს კიდე ის რომ ჩაწერეთ, გაუშვით. არ მინდა ეს ჩაწერა და გაუშვება, იმიტომ რომ მე მინდა არ მინდა ისე ვისაუბრა, სადღაც წავიდე დაუკრა იმის გულისთვის, სადღაც დამიძახონ რომ ვიღაცას ერთი ტრეკი მოდი. კი ბატონო, რაღაცა ის ძალიან უარყოფითია, მაგრამ აკუსტიკაში ჩაწერილი. ხო, ნუ ეს ისეც რომ რაღაც დაფიქსირებული ყოფილიყო რა. ეს ანუ ჩემი თვითმიზანი არ არის ეგ და ვიღაცის თვითმიზანი თუ არის ეგ რომ რაღაცა გააკეთოს ალბომი და მე ამ რაღაცა ანუ იფიქროს იმაზე რომ გაკიდოს დიდი მასშტაბით და შესაბამისად ალბათ ამის გზებსაც იპოვის ხო რაღაცნაირად რა. ხო, მაგრამ ძალიან რთულად. დიდ მასშტაბზე გინდა გასვლა, მაშინ მარტო 3 მილიონიან ქვეყანაზე არ უნდა იფიქრო, რა თქმა უნდა. ესეც არის რა, აქაურ ბაზარზე რაც ჭრის და რაც იყიდება, აქაურობაშივე ყოფნის იმასაც, ვინც შესაბამის მასალას აკეთებს რა. და თუ უფრო დიდი გეგმა გაქვს და დიდი მიზანი, მაშინ შესაბამისად ეგრეც უნდა იფიქრო და იაზროვნო და რაღაცნაირად მაგის გზასაც იშოვე ადამიანი და იპოვი რა, ვინც ეძებს პოულობს და გზები, ნუ თუნდაც ნუ სოციქსელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, ძირითადად ონლაინ არის გადასული უმეტესობა, სოფლიო. ფაქტობრივად ნუ ერთადერთი ვერ ჭამ ონლაინ რაღაცა ესე. ყოფით თემას ვერ დაიკავებია. დანარჩენი ნებისმიერი შეგიძლია იქ ნახო და ამ გზებით შეიძლება რა გაჩნია რა გაქვს. ხო, აი რა გინდა რომ გააკეთო. აი ზაზამთხო ძალიან კარგად რომ სადმე ვინმე რო არსებობდეს, თუნდაც აი საქართველოში ბოდი შეგაწყვეტილი, მაგრამ ვეთქვი აი რაღაც წარმომადგენელი დაუშვოთ. აი ეს პროდიუსერის ისტორია ამბავი რომ რაღაცა რომელიმე დიდი ლეიბლის წარმომადგენელი რომ ისთანაც შეიძლება მიხვიდე რომ აქაც იყოს ეგეთი ტიპი რა რომ ახო შეარჩიოს, აერჩიოს, მიუტან, გეტყვის, არა ძმაო, წადი შენ რაღაცა სხვა ქენი, დახვეწე რაღაცა მოიტანე მე. მსგავსი რამე რო იყოს, მაშინ რატომაც არა ეს გაათმაგებს ენთუზიაზმს და კიდე სხვა ლეველზე გადაიყვანს. წავავა შოუ ბიზნესი. იმიტომ რომ იცი რომ ეხა იმ ტიპმა თუ გითხრა რომ კი, ანუ ვისთან მიხვიდე ეგეთი და აქ ვისთან უნდა მიხვიდე. ან სადმე თუ უნდა მიხვიდე, რამდენი რამე უნდა გაიარო, გაგიშვებენ ქვეყნიდან ან არა, ან იქაც მოგცემენ თუ რაღაცა და იქაც ან მიაღწევ იმ ტიპამდე თუ ხვდები ანუ ეგეთი ამბავია რა, ფესტივალის არ ტარდება აქ ისეთი რომ რამე ეგეთი აღმოჩენების გაკეთებაზე ვინმე ორიენტირებული და დაინტერესებული. ევროპაში ძალიან ბევრი ეგეთი საპროდიუსერო ფესტივალი ქვია კიდევ და რომ წარებს ძირითადად ფესტივალი ადამიანების არის რომ აი პროდიუსერები დადიან, უყურებენ იმას ამას ვიღაცა მოეწონება, მოკიდებს ხელს, აიყვანს საქმეს გააკეთებს. ხო და ის ზაზამთხოა რომ რაც ღირებულია ის არ იკარგებაო. ეგ თავისთავად ცხადია, ეგრეა, მაგრამ სირჩება. ეს ხალხი რჩება და ხო, მაგრამ რაც ღირებულია ხანდახან იკარგება. მაგრამ ადრე თუ გვიან
უფრო გვიან შეიძლება ამოჩნდეს ხდება ხოლმე მაგის დაფიქსირება და რომ არ იკარგება მე აღმოაჩენენ ხოლმე თუმე 20 წლის მერე რა მაგარი ყოფილა ხო ნუ სამწუხაროდ ესე ცუდი ტენდენციაა და ავტორი რომ გარდაიცვლება და მე რომ მე ძეგლის დადგმა და ქუჩის დადგმა სიცოცხლეშივე რომ დაგიფასტნდეს იქნება კარგი თუმცა ანუ ხდება აი მაგის გასახანი და შესაძლებლობა არ არის აქ რომ აი ეს მუსიკით საკუთარი მუსიკით რასაც შექმნი რაღაცნაირად აი ესე როგორ გითხრა რა დიდ წვერვალი დაიპყრო პირობითად რო ვთქვათ რა ხო ხდები სხვა მასშტაბზე უნდა გახვიდე და ამ მასშტაბზე გასასვლელად მანამდე იმდენი რაღაცა უნდა გაიარო რომ იქამდე მისო ძალიან რთულია რა შეიძლება მუსიკა საერთოდ დაგავიწყე და შუაგზაში ტრაილერზე გადაждე ხო იმიტომ რომ ფული გწირდება ხო ეს ექსპერტს აიმუშაო და ხო მე გემზე და ასე ხო სხვა კინოში შეიძლება მოხდეს რა ხო და დაგავიწყე საერთოდ ალბომიც ბოლო დაივიწყო და დაიკიდო კიდე რა აღარ მინდა მუსიკა თავი დავანებე და აი ჩემ აი აი ყოფილა და აი თანსახლია თან დადიხარ ხო არ ვიცი ხე ის ხუდობით რა თქმა უნდა ნუ გამოსავალად ალბათ რავი იდეალური ვერსია იქნება ეხლა აღარ ვთქვა ამ წუთას მომაფიქრე ეგ რომ რაღაც აი ნებისმიერი რომელიმე ესეთი ცოტა მოზრდილი ლეიბლის ან რაღაც საპროდუქციო ცენტრის რამე წარმომადგენლობა იყოს აქ ან რომელიმე ჩვენმა რეკორდ კომპანიამ რაღაც ფილიალი გახსნა ხო და დაამყაროს კონტაქტი რომ აქედან რაღაცა არის რაღაცა მარგალიტები არის და აი მოკრიფეთ და წაიღეთ და გამოცეთ რამე გააკეთეთ რა იდეაში ხა პოდკასტის მაგიტო გავაკეთე რომ აი ხალხთან და ზოგადად ნუ არ პროდიუსერებთან, მფლობელებთან, არ ვიცი, ვიღაცებთან, მოკლედ აი სათქმელი რაც არსებობს მუსიკალურ სამყაროში საქართველოში, ბევრმა ეს არ იცის. რა თქმა უნდა. ხო და ეს მინდა რომ შიდა სამზარეულო. ხო შიდა სამზარეულო და ყველას გოლია მუსიკა, რა კარგად არიან. უკრავენ, რა გენაღულებათ და. სინამდვილეში ჩვენ გვენაღულებთ, თუ გვენაღულებთ. აი შენ რა გენაღულებო გასართობად და ხო და აი სენაზე ხო და ეგ არის რა თქმა უნდა არის, მაგრამ ის რომ სინამდვილეში ეს შენი პროფესია ამდენი წლების ნამუშევარი შრომა ჩადებული. იქაც რამდენი რაღაცაა გასაკეთებელი სანამ დაუკრავ და გაერთობი. აი ეს რომ იცოდეს ვიღაცა მიგიწევს რომ ბოდიში ძმაო თურმე ეგრე არა ყოფილა ხო რა ბევრი დეტალია ისეთი და ნიუანსი რომელიც დასაფასებელი და გასათვალისწინებელია არც თუ ეგრე ადვილია როგორც გამოიყურება გარედან იდეაში ამის მიზანიც ეგ არის რომ ესე არის რა მუსიკის დანიშნულება რომ გაართოს ადამიანი ხო ხო იდეაში ეხლა რა თქმა უნდა იქ შეიძლება პირიქით დაამწუხრო კიდევაც და გარდ მაგრამ ნუ რეალურად გართობა რაღაცა ხო არც უნდა ანახო მანამდე შენ რა გამოიარე, იმიტომ რომ დადგები სცენაზე უკვე იქ გართობამდე მიდის და უკვე საბოლოო პროდუქტი უნდა შეესწავლო. სამზარეულოში რა ხდება? ხო, მაგრამ აი ვიღაცებმა ვინც უნდა იცოდნენ. რაღაცა მაინც არ იცის, კაი და აი ეს რაღაცა მინდა რომ მე ნუ მე რაღაც პოდკასტებით მივაწვინო რა. წეგან ძალიან კარგად ახსენე, რომ აი ლეიბლის რაღაცა ფილიალი თუ რაღაცა რა. ეხლა მე მქონდა ეგეთი იდეა, რომ ლეიბლები ხო შემოვიდნენ დაუშვეთ და რაღაც ფილიალები გახსნა ძალიან მაგარი იქნება, ძალიან მაგარი ხელშეწყობა იქნება ყველასთვის მუსიკოსები, რამშობ დამწყებია თუ პროფესიონალი, მაგრამ ჩემი და ჩვენი ზოგადად ესეთი პრობლემა რაც არის, ეს არის მუსიკალური გემოვნების განათლება. ანუ ეს კიდე ამაზე ცალკე კიდე კაი ხალხს მე მოვიწევ და ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ აი შენი აზრი ძალიან მაინტერესებს და აინტერესებს სავარაუდოდ მაყურებელსაც მე რომ აი გვაქვს ახლა რაღაც ჯაზის ფაკულტეტი გაიხსნა და აგერ დავამთავრე, როცა გაიხსნა და ეხლა ვიღაცები წამოვიდნენ, 10 წლეთშიც გაიხსნა, ანუ მაშინაც ვსწავლობდი. კონსერვატორიაშიც რაღაცები არის, სასწავლებლებშიც ვიღაცები ნენელა გამოჩნდნენ, რაღაცები ხდება თითქოს, მაგრამ ცი რა არის აი რაღაცა ცალკე სასწავლებელი გინდა, არ გინდა კონსერვატორიის ფაკულტეტი, რაღაცა, რომ აი რაღაცა პროდიუსინგის სიტყვაზე შეასწავლოს ელემენტარულად რაღაცა ხვდები ანუ მუსიკოსად ჭირდება ანუ საუნდ ინჟინერია რაღაცები არის მაგრამ მე მგონი ესედაც წესი არის ყავს გვაჩი ვინც ასწავლის ამ ყველაფერს და სხვა ну ვიღაცები არიან რა თქმა უნდა პატარ-პატარა ვიღაცები სკოლები და კერძო რაღაცები ხო და იყო მაგალითად ესეთი ვარიანტები რომ აი ბერკლიდან და ვიღაცებიდან ჩამოსულიყვნენ ტიპები და რაღაცა ფილიალებით თუ რაღაცა გაიხსნა ადრე რაღაცა ყური მოუკავი მაგამებს და ну ვერ მოხდა იდეაში რა ახლა რატო ვერ მოხდა ეგ რაღაცა არ ვიცი ხო და აი შენ დავუშვეთ რა იდეა გაქვს რა აზრი გაქვს ამასთან დაკავშირებით რომ აი აშკარაა რომ აი მეც მაგალითად ჩემი ფაკულტეტის რამდენიმე კურსელსაც და კიდე ძალიან ბევრი მეგობარს ვიცი რომ აი სწავლა გვინდა
გვინდა რომ ჩვენს პროფესიაში ინსტრუმენტი იქნება თუ სტუდიური მასში კომპოზიციება თუ რა იქნება ხმის გახმოვანება თუ რაღაცა განვითარება გვინდა, მაგრამ აი რაღაც YouTube-ები, PDF-ები, რაღაც წიგნები, რაღაცა წვალობთ და საბოლოო ჯამში იმას მაინც ვერ ვახცევთ რა, რაც გვინდა. ხო, ნუ როგორ გითხრა, ალბათ სწორი კადრი უნდა იყოს რაღაც კონკრეტულ დაწესებულებაში სასწავლებელში, რომელიც თვითონ იქნება სიტყვაზე რო თქვი რომ აი პროდიუსინგი რო მასწავლოსო და ვინ გასწავლოს. ხო და ეგეც არის. ალბათ უცხოური მოწვევის სტუმარი. ნუ მან ეგეთი ძალიან მაგარი და იდეალური ვარიანტი იქნება თუ სახელმწიფო ჩაერევა ამაში და ამ დაფინანსებას და რაღაცას გამოუყოფს რომელიმე ან ცალკე კიდე კოლეჯი დაარქვი, კიდე სასწავლებელი თუ ინსტიტუტი არა აქვს მნიშვნელობა, რამე მსგავსი იქნება, სადაც ანუ აკადემიურად შეისწავლი ის საგნებს, რომელიც სწავლაც ახლა შენი ძალით გიცემს რა, არის ბევრი რაღაცა მეც მაგალითად, რა ვიცი, რაც ვისწავლე, ჩემით ვისწავლე, გარდა სპეციალობისა რა. მეც ეგრე ვარ. გარდა ფლეიტისა, დანარჩენით ჩემით ვისწავლე. კი ბატონო. ნუ აი პროგრამაში მუშაობა, ისეც, იმიტომ რომ ნუ არც ვიცოდი სადაც შეიძლება მივსულიყავ ეს დამჭირდა მივაგენ ხან წიგნი წავიკითხე, ხან YouTube-ზე ვნახე ეს ტუტორიალი როგორც ეძახიან, დავის ისეს მოყვება სარჩევიანი დიდი ენციკლოპედია. წავიდე რომ ნელ-ნელა და ვისწავლე და პრაქტიკა რა თქმა უნდა ყველაზე კარგი მასწავლებელია. თუმცა მასწავლებლის როგორც ასეთის ხიბლი და პეწე იმაში არის რომ მარტივი გზები განახოს როგორ შეიძლება მიხვიდე რამე კონკრეტულ შედეგამდე რომელიცკენაც მიდიხარ, ხო? შენ თუ მარტო მიდიხარ ცოტა ძნელია ვიდრე რომ ამაგეთ რას რომ ეგრე კი არა აი აქედან მოვარი მოკლე გზაზე მიყვალ აქ სწორია იქ მოხვეულია წინასწარ გეუბნება ისეთ ხრიკებს რომელიც გიადვილებს შესაბამისად ბიზნეს მიღწევას თან უფრო ახლოს ყოფნას რა ხო და ეგეთი კადრი უნდა იყოს რომელიც არის მაღალპროფესიონალური და ეგეთი ადგილი სადაც ეს კადრი იქნება და მიხვალ და შეისწავლე რა ან არა და ისევ პრაქტიკაში და მუშაობაში შენიც არ ნუ უნდა წახვიდე სადღაც ჩააბარო რომელიღაც იქეთ როგორც იტყვიან უცხოურ სასწავლებელში ხო და ეს გზა საკმაოდ რთულია იქ დაფინანსება გინდა ისე მოკლედ 1000 ისეთი ხელისუფლების ფაქტორია რომ ბოლოს მართლა შეიძლება თქვა რომ არ მინდა ერთი ამის დედაც ვატირე და წამოხვიდე და რაღაცა გახსნა საცხობი ხო კიდე ერთი ძალიან დიდი პრობლემა აი მაგასთან მე კიდევ ვცლად ვისაუბრებ მაგრამ ნახე მე რომ რაღაცა სიტყვაზე საფრანგეთში რაღაც სწავლა მინდოდა ანუ არავის არა კი დაფინანსები და რაღაცები არის კონსერვატორიაში თუ სწავლობ ერასმუსია მაგრამ იქნება აღარ ვსწავლობ ხო კონსერვატორიაში და მინდა წასვლა აი არის რაღაც მეცნიერება მათემატიკური იქეთ რაღაცა და მუსიკალური კი არა და საერთოდ ხელოვნების კუთხით გაცვლა რაღაცა არაფერი არ არსებობს ხო გარდა იმისა თუ სტუდენტი არ ხარ ხო რა ნუ ეგ სხვა ამბავია ხო და ეგით ცალკე ნუ რთულია ხო ნუ პრობლემა არის მაგრამ ვინ უნდა გადაჭრას კულტურის სამინისტრომ რავი მივმართეთ მივიდეთ დაველაპარაკოთ ადამიანი ვინ არის ვის ეხება ხო ან ხო ალბათ რაღაც დაინტერესებს მე და შენ გვაინტერესებს და ჩვენს გარდა კიდე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის უმეტესობას ვიცნობთ ხო ხო ცხადია რომ ეს პრობლემა არსებობს მაგრამ საიდან უნდა მოგვარდეს და ვინ უნდა მოაგვაროს ხო ამაზეა საუბარი წარმოგიდგენია რომ ფიქრებში 1000-ნერი ვერსია შეიძლება განხილო მაგრამ ყველაზე სწორი ჩემი აზრით რა თქმა უნდა რა ეგრეთ შემთხვევაში თვითონ სახელმწიფოს დაინტერესება უნდა იყოს იქნა ხო მაშინ ძალიან მარტივად და ადვილად გამოიყურება და ამდენ სირთულე არ იქნება რა. გაიცემა იქ რაღაც სერტიფიკატი, გაიცემა ლიცენზია, რაღაცა გამოყოფილი შეიძლება იყოს რაღაც ბიუჯეტი რომ ვიღაც ტიპები გაუშვან იქ სასწავლებლად. შენობა. მოიყვანო, აქ იყოს შენობა და ასე შემდეგ, პატარა ინფრასტრუქტურა მოეწყოს, გამშვები პუნქტივით, სადაც შეხვალ, ან იქვე გასწავლიან, ან სადაც გაგიშვებენ იქიდან რაღაც გასვლით, ნუ ამი მექანიზმია შესაქმნელი, რომელიც იმუშავებს და მარტო მე და შენ ცოტა გაგვიჭირდება რა, ეს რბილად თქვა ამის გაკეთება და შესაბამისად ზურგი გჭირდება, ანუ მხარდაჭერა, ნუ გარდა იმისა, რომ ფინანსური უნდა იყოს ეს მხარდაჭერა, პლუს ბევრი სხვა ისეთი დეტალია, რომ სადაც მხარდაჭერის გარეშე მინიმუმ რომ ავტორიტეტი და სახელი უნდა ქონდეს ისეთი, რომ რაღაცა ხმა მიგიწვდებოდეს ნებისმიერ ქვეყნის რაღაც ნებისმიერ სასწავლებლამდე სიტყვაზე თუ ასე შემდეგ და თუ სახელმწიფო იზამს ამას, მაგ შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია, იმიტომ რომ სახელმწიფოს სახელით სხვა ინტერესი გამოხატვა არის რა, ხო ხდება? სხვა შესაძლებლობები იხსნება. ვიღაცა კონკრეტულ ტიპს უნდა რომ სასწავლებელი გახსნას ახლა კარგი რა თუ ახლა ეს მინდა იგრე. ხო. მაგ შენთან რაღაც გინდა შენ. ერთადერთი შარშენ წინ იყო აღარ მახსოვს გერმანული რაღაც დაფინანსება იყო და Facebook-ში ამომიღო რაღაც რეკლამა რომ რაღაცა ესეო გაცვლითი რაღაცებიო და
გავარდი ეგრევე. მეორე დღესვე მივედი გასაუბრებაზე რაღაცა და ახალგაზრდა ქალი იყო და რაღაც მითხრა შორიდან მიცნო თუ რეზოსთან ესე მომსახურე მეთქი რაღაცა და აი ესეთი მეთქი გაცნო მინდა 6 თვიანი თუ რაღაცა იყო არ მახსოვს რა. ხო და არ მახსოვს რაღაცა საბუთები და რაღაცების დაწყება ანუ ეს ამ ქალთან ვილაპარაკე თუ რაღაცას დავიწყო და რამდენი წლის ხარ და მეთქი 33 თუ 32 შეყავ მაშინ და აი რაღაცა 30-მდე თუ რაღაცა არისო. ხო და რატომ მეთქი ეხლა მინდა სწავლის პერიოდში ითვლები ხო თუ რაღაცა და მე რომ ვეღარ წავედი. ხო და აი რაღაცები არის ხომ ხელი შემცველი რაღაცები ფაქტორები მაგრამ უკვე რაღაცა ჩვენ დავაგვიანეთ წასვლა მაგრამ კიდე ხო უნდა იმ ტიპს ვიღაცას არის რომელიც არის 18 წლის თუ 22-ის ხო? აი მან რა ქნა იმას რა ხო იგივე რასაც იგივენერად ვერაფერს ვერ იზამს როგორნაირადაც მე და შენ ვეშვებოდით თავის არაფერი არ შეცვლილა არ შეცვლილა იმიტომ რომ ანუ ეს პრობლემა როგორც ასეთი რომ არის რომ პრობლემა არის არც გაჟღერებულა წესიერად რა ერთმანეთში ასე და კონკრეტულად შეიძლება კი ნუ ასე ვთქვათ უხეშად ვთქვა სამზარეულოში ვიჭავია მაღაზია რა. არა Facebook სტატუსი. ნუ რაღაცა ხო რომ კარგი იქნება რომ რაღაცა და გასად ვერ მიდი, ნუ ეს უფრო წუწუნს გავს და რაღაც იმას ხო რომ რეალური პრობლემის გამოსწორება. რაღაცა გაწუხებს და სინამდვილეში მართლა ძალიან დიდი პრობლემაა რა. საქართველოში მართლა ტყუილა არ იძახე რომ ნიჭიერი ხალხი. ძალიან ნიჭიერი ხალხი. მართლა გამოგდის. მithumetes ხელოვნებაში რა ვიცი იმითაც რო ავიღოთ მასშტაბურობით ხო პროცენტული შეფარდებით ხო დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაზე მეტად წინ ვართ პროცენტული მაჩვენებლით ნიჭიერი ხალხისა ხელოვნებაში განსაკუთრებით კი ხო და წარმოვიდგინე რა მაგარია ნუ ამის არხელის არ შეწყობა თუ არხელის შეწყობა თუ დანაშაული ხო ნუ რა თქმა უნდა დანაშაულია ხო და წარმოვიდგინე რა მაგარია რომ ეს ყველაფერი უკვე განვითარებულია ხალხი მიდის მოდის უცხოელებიც როგორც ერასმუსი ეგეთ ვარიანტში არის რაღაცა და ჩამოდიან აქ ქართულ რაღაცას სწავლობენ კიდე ის განვითარებულია წარმოვიდგინე ფოლკლორულ რაღაცას რო ასწავლი უნიკალურია და უნიკალურია სოფლიომ უნდა იცოდეს ხო და ამის მასტერკლასს ცალკე კიდე უკეთებ და უტარებ და უშვებ და შენს რომ მიდიხარ და რაღაც ჯაზზე აპარებ თუ იქაო ფოლკლორზე თუ რავი რა სკრიპტად რაღაცაზე აპარებ და სწავლობ და ნუ პროდიუსინგზე იგივე და რაღაც რაღაცაზე ხო ფაკულტეტზე აპარებ და ვითარდები მაგრამ უნდა იყოს ალბათ მე ეგეთი რაღაცა რომ თუ დაუშვოთ იმიტომ რომ გამიგია ხა მაგიტო ამბობ რა ეგეთი რაღაცას რომ თუ დაბრუნდები შენ ქვეყანაში ადრე იყო რაღაც მასწავლებელზე საქსოფონის მასწავლებელი რაღაცაზე ვარკვევდი და ერთ-ერთ რაღაცა კომპანია კიდე რაღაცა იყო არ მახსოვს რა მოკლედ დაწესებულება მოკლედ რომ ანუ გაგიშვებთო სასწავლებლათო კვალიფიკაციის სასამართლოთო თუ დაბრუნდები შენ ქვეყანაში და ამ ძუძას და იმას შენ მოახმარო ხო და ნუ რაღაცები მე ვეღარ მოხდა რა თორე რატომაც არა რა თქმა უნდა ხო და ეგეთი რაღაცა რო იყო მაგის ხიბლი ეგ არის მუღამი ხო რომ დაბრუნდი და შენ ქვეყანას გამოუადგენ რა როგორც კარტოფილი შემოვიდა და დაიძესა კულტურა ესეთივე ამბავი არის დაახლოებით რომ უნდა იცოდე რომ კარტოფილი ახლა შეიძლება აქაც ყოფილიყო და ასეთელი თავში აზრად არავის არ მოსულოდა რომ ეჭამა ხო და სარეველა გონებოდა ხო როგორც ლიტვაში რო ჩავედი ტყემალი მოვკრიფეთ ერთი უცებ მოყვები ზაზაცილო ამბავიან რა ტყემალი იზდება ნუ და ესე თავისი წითელი მწვანეც ყვითელიც ქუჩაში ქუჩა აი რა ხეებია ტყემლის რა ასხია აი ტყემალი გამოვედით მეზობლის ვიბიდან ეზოდან აი ეს გადმოდგარი იყო უშველი ტყემლის ხე კარგად ეს ხა ყვითელი მოუწყვიდე ჯამი და გამოხდა ეს კაცი დაიწყო ყვირილი პოლის რაღაცა და აუ მეთქი ხა ამის ტერიტორიაზე და ბოდიში ბიძია ინგლისური აღარ არ იცის ჩვენ და ის რაღაცა 911 იდო ბოლო გავარკვიეთ რომ იმიტომ რეკავს სადღაც ამის მეუღლე გამოვიდა რომელმაც იცოდა ინგლისური რომ გავაგებინეთ ხო იმიტომ რეკავს ის კი არა რომ შეწუხდა რომ ჩვენ ამის ეზოდა რამე მოუწყვიდეთ უბრალოდ ამის ჭამა არ შეიძლება რამე არ დაგებართ იმიტომ რომ საწამო ანუ რაღაცა ის არის რა და შეიძლება მოგწაბლოს ეხა ტყემალზე მეუბნება ხო ხვდები და ანუ იგივე პრინციპია რა მაგეთო მოვიყვანე მაგათი ის ასე არ არის რომ ეს იჭმევა თორე და ისი დამზადება შეიძლება მაგეთ და მეორე ჯერ რომ ჩავედი ჩაუტანეთ რა თქმა უნდა ტყემალ გავასინჯეთ და გაგიჟდა ეს მაქოს ახში ხვდები და ანუ ეს გაცვლა გამოსვლა მაგას იწევს რომ სხვადასხვანაირ ისევე როგორც შენ უნდა ჩაიტერო და შენი ანახო იმასაც გაეხსნას გონება რომ მიხვდეს შენ ვინახარ ეს შენი ფაქტობრივად იდენტობის მაჩვენებელია შენი ფოლკლორი და ძალიან ბევრ ამის მეტყველებს ვინ ხარ ო ეს საკმარისი საიდან მოდის ისტორია რა ვა თურმე შენ ეს ხარ მაშინ მე ეს ვიცი აი ამ გაცვლაზე გამოდის განვითარება ზოგადად მარტო შენი საკუთარი კი არა იმის ყველა ფრის საერთოდ გლობალურ განვითარებაზე ვიძახი რა
თუ ამას ხელი არ შეუწყო, მაშინ არ ვიცი მარტო შენ ბოსტანში იქნება ეს ერთი წელი კარტოფილი და ამოვა ვიყავი იქ მარტო და არ არის სწორი ჩემი აზრით, აი თვითონ სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა იყოს ეს ამბავი რა, რომ გლობალურ სისტემაში რომ ჩაერთო, ხო ხდები? რა თქმა უნდა, ის პირობაც შენ როგორც ვირო, რომ წახვიდე, მე გთხოვენ რომ უკან დაბრუნდე და მე ეს. ეს თავისთავად ის კანონზომიერია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის ცოდნა იქ ისედაც აქვს ეგ ცოდნა და შენ რაც იქ შეიძენ, ისაც არა აქვს, იმას უნდა გაუზიარო. შესაბამისად და ეს რომ უკან ჩამობრუნება და მე ამ ყველაფერს გაღვივება აუცილებელია, იმიტომ რომ რაც უფრო იმასავით არის ხო რა, ცოდნა სანთელივით არის ხო, გადადის. მეორე უნდა აინტერესოს რომ განათდეს რა შეიძლება რა. უნდა გავცელდეს აუცილებლად. მაგრამ ნუ ჯერჯერობით ხელშეწყო სურვილი გვაქვს, ჭო ბატონო, შემართებაც გვაქვს, მაგრამ საშუალება არ აქვს. ეს საშუალება ვიზია დამოკიდებული, მოდი მანდ ვეძებოთ რა და ხო წერილი იქნება თუ არ ვიცი. ხო, რაღაცა ვისაც შესწავლას, როგორც იტყვიან ხოლმე. ხო, ძირითადად პრიორიტეტი დღესდღეობით ქვეყანაში არის რაღაცა პოლიტიკურ თემებზე საუბარი და სადვიშობოთ პურის ფული. ხო, ამოიწურა. მან დანარჩენი ყველანაირი ინტერესი. ეგ გასაგები რა, ნუ აი ამიდან ოდნავ რომ ამოვიდეთ. საჭიროა. რომ აქედანაც ამოვიდეთ და მე დაჟე ცუდი სიტყვა ბოდიში ისიც კი მგონია რომ აი ამ კულტურა და ეს კულტურა ის მანერებს არ ეხება რა ეს კულტურა დანარჩენი რაზეც გახარ ეგ არის მთელი შენი იდენტობა და მთელი შენი წარსულის და ყველაფერი რა ამის სადღაც გადაკეტვა და არ განვითარება არის დაუყვა ერის ჯოულებრივად ხო მარტო იქ ჩარჩენა რომ იცი რა მე ეხა რომ რაღაცა ნამეტანი კონსერვატორული და ტრადიციონალური მიდგომა არ შეიძლება იმიტომ რომ მუდმივად განვითარებადი თემა არის მუსიკაც მხატვრობაც პოეზიაც ნებისმიერი ეს დარგი რა ცეკვაც არ ყველაფერი და რაც უფრო მეტად განავითარებ მით უფრო მეტად განვითარდება გონებაც რა თქმა უნდა ახალი ინფორმაციაა ეს გინდა არ გინდა ეს ინფორმაციაა რა ვიზუალურიც და რა ვიცი სმენადიც და ხილვადიც და შეგრძნებადიც და ნუ სულიერი სამყაროს გახსნა არის კიდე სხვანაირად სხვა ყველაფერს რო თავი დავარებდეს როდესაც სულიერი სამყარო ცოტა უფრო მეტად ფართოდ გახსნილი ვიდრე ხორცელი და მატერიალური ხო შესაბამისად აზროვნებაც ცოტა სხვანაირია და ნაკლები საფუძველი შეიძლება კონდეს კონფლიქტისთვის და დაძაბულობისთვის და ასე შემდეგ და ამიტომ ამის ყველაზე ყურადღებით მიქცევა და ამის განვითარება პარალელურ რეჟიმში გარდა იმისა რომ რაღაცა დუხჭირია და ვიღაცის პოლიტიკა არ მოსწონს ხო ეს ფლანგი აუცილებლად უნდა გავითარდეს და უფრო მალე ეშველება იმ რაღაც სხვა პრობლემებსაც მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში რა ეგრეა იცი რა ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ ხა აი რეზოსაც დავუსვი იდეაში იქ შეკითხვა რომ აი ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე ხო ამაზე ხო აი დავუშვით განვითარდა ის განვითარდა ჩვენ განვითარდით აიხსნა ლეიბლები სკოლები რაღაცები მაგრამ ყველაფერი მიდის მაინც ქართულ ხალხთან ადამიანებთან ერთთან ხო აი ალბათ მე სხვა ეტაპია რა თქმა უნდა მაგრამ აი შენი აზრით ადამიანები ახლა ვისაც სურვილი აქვს ის თვითონ გაიკლებს გზას მაგრამ ვინც უბრალოდ დავუშვათ არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო მაგრამ აი ჩარჩენილია თუ რაღაცა დავუშვათ აი რაღაცა ესტრადა ფოლკლორი რაღაცა აი ქართულ რაღაცა ისეთ მიმდინარეობებში მაგრამ ამათ ანუ არ ვიცი ხა ეს უმრავლესობა თუ არ არის უმრავლესობა საქართველოსი ეგ სხვა ამბავია სტატისტიკა მაგრამ დავუშვათ რაც არის პროცენტულად ხო ესეთი ხალხი აი ესენი და ზოგადად ქვეყანა უნდა გაზარდო, უნდა მიაწოდო ესეთი რაღაცა, რომ ამათი გემოვნება და ცნობიერება მუსიკალური გაზარდო. აი შენი აზრით რა უნდა ქნას ეს? ერთი არის რომ აკუსტიკა ჩვება კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ჩემიც მაგარ საქმეს აკეთებს. მაგამ ბავში არის კიდე ძალიან მაგარი პროექტები, მაგრამ აი თითქოს ჩამოსასვლელი მაქსიმუმ 5 ცალი მაქსიმუმ ავიღოთ. აი შენი აზრით რა უნდა მოხდეს ისეთი ან ვინ ან როგორ უნდა მიაწოდო ისე თუნდაც ეს თანამედროვე კომპოზიტორების დაწერილი თავიანთი ანუ ახალი რაღაცა ხილი ახალი რაღაცა რომელიც არ მოусმენი არავის და შეიძლება ძალიან თავისუფლად დაუშვოთ ამ ახალგაზრდა 20 წლის 25 წლის ვიღაც ტიპის რაღაც აზროვნებით რაღაცა იმის გემოვნება რაღაცა მოусმინოს ნახე კაი ყოფილა ეს ტიპი არ ყოფილა ცუდი იფიქროს მაინც მინიმუმ ხო და აი როგორ უნდა მოხდეს ეხლა ნახე მან როგორ არის თუნდაც რადიო თუნდაც იგივე ტელევიზია სადაც მუსიკა შეიძლება გავიდეს არის აწყობილი იმაზე რომ რა არის მოთხოვნაში
ხო. მაგრამ მოთხოვნა ხოლმე შექმნა. ხო, შექმნა მოთხოვნა და აი რა არის მოთხოვნაში და რაც გადის, ის ისე წრეზე ტრიალებს, რომ იქ რამის ჩაკვეხება არის ძალიან რთული. ამის შექმნა სჭირდება, რომ მეტი სივრცე დაეთმოს უბრალოდ ნებისმიერ თანამედროვეობაში შექმნილ ქართულ მუსიკას. კი ბატონო. ნებისმიერი ჟანრის იყოს, ნებისმიერი სტილის იყოს. არა აქვს მნიშვნელობა, ხო, რა ძალიან კოშმარზე და სისულელეზე არ ვიძახე ხო, ვიღაცა შეიძლება დედის გინება უხარია იქ. ხომისთვის და აღჭანაწერში, მაგრამ არ არის სავალდებული. ხო. უბრალოდ მუსიკაზე ვიძახი, ხო? ანუ უბრალოდ უნდა ჟღერდეს, ანუ ისა რა ცდომა არა აქვს. შეიძლება გაჟღერდეს სადმე, მაგრამ ერთხელ სადღაც. ხო. და ცოტა სისტემატიური ხასიათი რომ მიეცეს, ეს გინდა არ გინდა ყურში გაგიჟდება და შენთვის ორგანული და ნატურალური გახდება. ხო, მაგას ხო პროდიუსინგი უნდა. ხო, პროდიუსინგ მაგას ნიშნავს, რომ რადიოებმაც უნდა გაითვალისწინოს, მარტო ორიენტირებული კი არ უნდა იყოს იმაზე, რომ რაღაცა მარტო ჰიტები და რაც მოთხოვნაში არ არის. შენ შეგიძლია შექმნა რაღაცა მოთხოვნაში რომ მიაწვდი რა, ნელა გაფედრა რაღაცა ატრიალებ. ხო, მიხვდები რომ ვიღაცებს მოეწონათ რაღაცა კონკრეტული იმ სტილზე. მოკლედ ინფორმაციის მიწოდება უნდა იყოს უფრო როგორ გითხრა რა, ინტენსიური ისე რომ ბევრი ალტერნატივა იყოს, მრავალფეროვანი იყოს. და არ იყოს რაღაცა ჩაციკლული რა, რომ აი გინდა თუ არა ეს არის. ეს უნდა გაუშვა. მაგას ისედაც სხვაც უშვებს, ხდები რა, რაღაცა ჰიტია და ყველგან ერთი და იგივე ტრიალი. ხო. არა, იყოს კი ბატონო, შენ გაწყობს, რისთვის გაწყობს, შენი რადიო პროსმენადი იქნება, სხვაგან გადავხტები იგივეს უსმენდა. ხო. სხვა შემომთავაზე რა, იქ მომბეზდა ეს. ერთი და იგივე. ხდები, აი მომბეზდა რა, ყველა გადავხტე, იქ არის გადავხტე, ეს არის გადავხტე. ყველგან ეგარი. ყველგან ეგარი. ახალი მინდა. რაღაცა გამოუშვი რა, სხვა და ბევრი მაჩვენე რომ იმ ბევრიდან რომელიღაცა შეიძლება საერთოდ არ მიყვარს ეს მუსიკა რა, ვაბჟე არ უსმენთ, დავალებეთ მაგრამ. რაღაცა მაინც მომეწონა და დავრეო და ვინ იყო კითხო რა. მაინც აბა კიდე ერთხელ გამაუშვი. ხო. ხო და შესაბამისად ეს პლატფორმა უნდა იყოს სადღაც, რომ აი დიდი ინტენსივობით იტრიალოს ჩვენ ქართველების მიერ შექმნილი მე უფრო ცოცხალს ვაწვევი რა და არა ეს ჩაწერილი აწყობილ პირობითად ესტრადას ვეძახი ხო აი პირობითად რო ვთქვათ რა კი ბატონო არავის რა თქმა უნდა არაფერს არ ვიცი ეს გემოვნების ამბავია და ცუდი მუსიკა არ არსებობს რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ვეთანხმები მაგრამ ყველაფერში არის კარგიც და ცუდიც ვერ გაიგებ მაგას ვერასდროს რა ეს არის ვიღაცას მოწონს ვიღაც არ მოწონს ყოველთვის ეგრე ნებისმიერ რამეზე რა კი ბატონო ხო და ხოლმე მოკლედ რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მიწოდებული ინფორმაცია მსმენელამდე მით უფრო ეს გემოვნების ამბავიც უფრო ფართო სპექტრში გაიშლება რა და არ იქნება რაღაცა კასტებად დაყოფილი რომ გინდა თუ არა ვიღაცა ფოლკლორისტია ვიღაცა რაღაცა რესტორნის მუსიკას უძმეს რესტორნის მუსიკაც რასერჩი ფოლკლორზეა ძირითადად დაწყობილი რა თუმცა შეიძლება დაბაულ რაღაცა რომ ხო არის კარგი რაღაცა საკეიფო და გასართობი სინამდვილეში ძირითადად ექტრიალებს ხები და სხვა რაღაცას თუ არა შემომაწვდი ხო მე მეგონება რომ მარტო ეს არის რა და დამთავრდება მაგით ხო და იდეა რომ მივაწვდით დაუშვათ რადიოებს არ ვიცი ხა რადიოში დღეს რა ხდება მე აღარ ვუსმენ რადიოს ნუ ისეთად თუ მანქანაში ტრანსპორტში თუ ხარ ძირითადად რადიო არის რა ტელევიზიაში არ არის მუსიკალური აქვთ ხა რუბრიკები არ ვიცი რადიოებში საავტორო დიდი ხანია აი მანქანაში თუ ვზივარ ხოლმე ეხლა ამ ბოლო დროსაც ძალიან ბევრი ტაქსის ბრძოლიც და არ ვიცი ბევრი უკვე სარგებლობს საკუთარი იმითი ფლეშკით ის არის შერჭობილი და უსმენს იმ მუსიკას რაც თვითონ უნდა უბრალოდ იმიტომ რომ ალბათ მობეზრდა რადიო ხო სულ რაღაც გადაცემები აი იშვიათად რომ შემოხვდები იმიტომ რომ ალბათ მაგიტო რომ ეს რაღაცა ძალიან სწორხაზოვანი და შემოვიდა ყველაფერი ხო რა რაღაცა ყველგან ერთი და იგივე ტრიალებში ხო და არ ვიცი აი სიმართლე რომ ალბათ საჭიროა რომ მაგის პოპულარიზაციაც კიდე ცალკე მოხდეს რომ კარგი მასმედია არის ხო საშუალებაა ის მე ინფორმაცია შეგიძლია გააჟღერო და რაღაცა სწორი და კარგი საჭირო ჩემი იდეა რადიოებისთვის თუ არ გაქვთ მოკლედ შექმნით 1 საათიანი რაღაცა რუბრიკა დღის რავი 3 საათზეა როცა გინდათ და დაუთმეთ ქართველ ახალგაზრდა კომპოზიტორებს კი ბატონო მეც მაგ იდეა ძალიან და ვთქვი რომ მე თვითონ გავაკეთო ეხა ეგეთ გადაცემა და ვაფშე პროექტში გვაქვს რომ ეგეთი ონლაინ რადიოც გავაკეთოთ ან და არის კიდე ლაპარაკი რომ ერთ-ერთ ტალღაზე შეიძლება დავზრდეთ და შესაბამისად ნუ მე ვფიქრობ რომ აი ეს ქართული ოღონდ აი რაც კი რამე ჩანაწერი არსებობს აჰა დები აი იქიდან შემდგარი მთელი ეს ისა რა არ არის აუცილებელი რომ ეს თანამედროვე მუსიკაზე იყოს იქ არიან ძალიან ბევრი ჯგუფები იყო საქართველოში ძველი ისეთი რომ მაგარ მუსიკას უკრავდნენ მაგრამ ნუ არ არის არსად არ ჩანს დები ესეც ძალიან იმაზეა რა სკერზე არის დაშვებული იმიტომ რომ გადაფარა გადაჭამა რაღაცებად
მსგავსი რაღაცა მაქვს იდეა რომ არქივიდან ამოვიღოთ ეს ყველაფერი და ნელ-ნელა ვატრიალოთ მონაცვლეობით. ისიც ესეც რა თქმა უნდა ქართული რა. თუნდაც ამას დაჭირდეს აი შეიძლება მთელი დღე აი ესე გადაბულად არ იყოს იმდენი მასალა ვერ მოგროვდება, თუმცა ეჭვმეპარება მოგროვდება აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა. რაღაცა კონკრეტული დროის მონაკვეთი მაინც რა, რომ რაღაც 5-დან 9-მდე უსმენთ რაღაცა ხო ქართულს და იქ გაჟღერდეს აი ეს ადამიანები რა იცი რა ძალიან ბევრი მართლა მე ჩემი ყურით მაგოდი ისეთი სურპრიზი იყო ჩემთვის როდესაც რაღაც კონკრეტული ჯგუფის მიერ შესრულებული კონკრეტული ტრეკი მოვისმინე რომ აი რა ვიცი ეგეთი დონის ერთ მინდა ფაია ვიძახი და ესე აგერიყვნენ ტიპები იგივე პერიოდში და ეგეთივე რაღაცას აკეთებდნენ ძალიან არ ჩადრე ნუ მაგრამ ნუ რაღაცა რა არ არის აქტუალური რა ხო მივიწყებულია ყავდა ეგეთები ყავდა ეგეთი იმაზე არ ვიძახი კინომუსიკაზე და მუსიკაზე და ამ საბაძეზე და ლაღიძეზე და ამ კლასიკა ხალხებზე ხო და მაგაზე მინდოდა მე თქვა რომ დარჩა რაღაცა ვისაუბრ ფოლკლორი რატო დაიბეჭდაო რა რაღაცა ფოლკლორის განვითარებაც როგორ შეიძლება რაღაცა კლასიკური მუსიკას რატო ქვია კლასიკური მუსიკა თავიდან რომ ეს ჟანრი როგორ ჟანრი რო გამოჩნდა და ვიღაცამ რო დაწერა სიმებიანი ორკესტრისთვის რაღაცა კლასიკა დაარქვა არა ნელ-ნელა დროთა განმავლობაში გახდა კლასიკა ხო ანუ კლასიკა ნიშნავს რომ დაიბეჭდა უკვე ჩაწერილია ნოტები და ზუსტად ერთნაირად სრულდება ეს ყველაფერი როგორც დღესდღეობით ვიღაცის ჩანაწერი აუდიო ტრეკი ხო ფოლკლორი ეგეთივე ამბავია ის რაც ეხლა არის რაზეც ეხლა ცეკვავენ რასაც ფერიან ხო ეს იგივე ფორმით აუცილებელია რომ შენარჩუნდეს და დარჩეს თუმცა ამის 1000-ნაირი განვითარების საშუალება არის. რამდენიმე ცდილობა ასაფართი მაგალითად. მაგალითად მეც იქ ვიყავი ილიკოს ერთად დაბადებაც მახსოვს, ერთად ჩავწერეთ, ერთად მომიგონეთ. თავიდან, ხო? იყო საოცარი კრიტიკა. ყველა ფოლკლორისტიკან ყველა არსებული ეს როგორ შეიძლება ეს აი უი სად გაგონილა რომ იქ ბასი უკრავდეს თუ რაღაცა დრამი და იქ ის რა ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ყველა ანსამბლი ამ მუსიკაზე დგამდა ცეკვას. ხო, იმიტომ რომ იმუშავა, რა სწორად იმუშავა, ხდები? ანუ სწორ წერტილში მოხვდა აი ამ ფოლკის და თანამედროვე მუსიკის ისეთი რაღაცნაირი ძალიან საკიფათოა მართლაც, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი საშინელება გამოვიდეს, რომ ერთი მიმართულებაც გააფუჭო და მეორეს და რაღაცნაირად გამოვიდა ისე ამ შემთხვევაში, რომ ლამაზი და კარგი შედგა. ხო და ნუ ერთი პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი დაუშვათ, ხო რომ შემოიმა და ბასი რაღაცა იქ სკრეჩი, აი რაღაცები ხო და ექსპერიმენტები იყო, ხო. რომელმაც გაამართლა. შეიძლება მსგავს ექსპერიმენტების კეთება ყოველთვის შეიძლება და ეს რომ არ შეიძლება არა ნუ ეს ეგეთი მომით ვერაფერს ვერ არ თუმცა ის რაც ეს ჩვენი ფოლკლორის თუ და ცეკვას და ეს არ ვიცი რაც გინდა და აი ნებისმიერ ეს ნახაზი ყველაფერი ხო ეს უკვე კლასიკაა იმიტომ რომ ეს რამდენი წელია ამ ფორმით არსებობს და უნდა დარჩეს ის როგორც არის ოღონდ რაღაცები უნდა მოემატოს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ბევრად უფრო საინტერესო გახდება შენ ისეთი მაგარი მასალა გაქვს აი შენი ფოლკის სახით ხო მატერიალი ყველა იძახს აი სუოდნავ თვითონ როგორც ასეთი უკვე რაღაც საოცრება არის ხო თუნდაც სიმღერით თუნდაც ცეკვით ნებისმიერი ასპექტში რო განვითარება არ აქვს მნიშვნელობა და ამას კიდე პატარა შელამაზება და რამე დეტალის ამოღება და სხვაგან გადასმა და რაღაც კომბინაციებში რეალი 1000 სხვადასხვანაირ კიდე ბევრად უფრო შეიძლება რაღაცა არ გამოვიდეს რა თქმა უნდა ამას არ გულისხმობ რომ გინდა თუ არა უკენით და მაგარი იქნება არა ნუ იქაც სწორი რაღაცა ცოდრა უნდა საფრთხილო სწორად გაკეთება თუმცა ექსპერიმენტს თუ არ გააკეთებ წინ ესე ვერ გაიგებ მაგის რეცეპტი არ არსებობს რა როგორ კეთდება ისე უნდა და ესე უნდა ხარ ხო და ნუ ის განვითარება ძალიან საინტერესოა მაგის მაგალითია ნიაზა კი ბატონო ნიაზი ფანდური თავიდან შემიყვარდა მე ნუ არა რაღაც მე რა ფანდური კარგი რა მეგონა თურმე როგორი ინსტრუმენტი ყოფილა კი რამდენი საშუალება და ეს მაგნალაპარაკები მაქვს ნიაზზე და ეს შემთხვევით რაღაცა დამჭირდება რომ მექნაო რომ იქნებ ჭუნელი სადღაც ჩამეწერაო და მე ხემი და მარემ ფანდური და თან ორი ერთში რომ თან ხემით შეგიძლია დაყვრა თან ისე იქ ფორმატ შეიცვალა ფაქტიურად ესე რომ შევხედოთ დამკვაცმა ფანდური გააფუჭა ხო ამოჭრა იქ რა როგორ როგორ შეიძლება ახალი სული შტაბე და ახლა მაგის ღირადობაზე მე ვითი შეგვიძლია ისე მიყვარს რომ რა ვიცი როგორ გითხრა როგორ გიმესმის ბურძგლავი ძალიან მაგარი ამბავია რა ბო ეგ არის ერთ-ერთი მაგალითი კი ბატონო კი ბატონო ასე რომ განვითარება ყოველთვის საჭიროა
საჭიროა. შეიძლება ერთხელ არ გამოგივიდეს, ორჯერ არ გამოგივიდეს, სამჯერ არ გამოგივიდეს. მე თუ ვცდილობ, სადღაც მიაგნებ იმ სწორ რეცეპტს, რომელიც არის ნაღდი მართალი და არც ერთს გააფუჭებ და არც მეორეს და შეაერთებ ისე. თუ ვცდილობ, ყველაფერი გამოგივა მაშინ. კი ბატონო. მარტივი ჭეშმარიტებაა, მეთანხმები სხვა. გადასარევი. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო. საუბარი. მადლობა სტუმრობისთვის. უღრმესი მადლობა მართლა და შეგახსენებთ რომ სტუმრად ყავდა სანდრო ნიკოლაძე, პლეიტისტი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და რა ვიცი კიდე ძალიან კარგი ადამიანი. ჩვენი არხის ხაზავჭერია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი. გამოიწერეთ ჩემი გვერდი YouTube-ზე, Facebook-ზე, ასევე დაემატა Spotify და შეგიძლიათ იქ მოусმინოთ, ასე ვთქვათ, პოდკასტებს, აუდიო ვერსიას და გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ შემდეგ ძალიან საინტერესო პოდკასტებს და გადაცემებს. მადლობა.